მოგესალმებით ჩემო ერმილე მოგესალმებით მადლობდეს ყველა ჭეშმარიტ ქართველს საქართველოში მზიარებ ცხოვრობს მანდილოსას მამაკაც ბავშვს არის ყველას არა რომ იქნას ძალიან კაი ხასიათზე ვარ და ახთოვანებული ვარ და რაღაც ხალისად მოგატყვიებ ახლა ასეთ სიტუაციაში ქართველი კაცი რომ ძალიან კაი ხასიათზე იქნება ეს მე მგონია კომუნისტების დროს ასათიანზე უნდა ყოფილიყო კისოსებიან პალატაში და ორი სანიტარი უნდა ხოდა მიჩენილი რომ ან თავისთვის ან გარშემო ყოფისთვის რამე ზიანი არ მიეყენებია სიტუაცია ესეთი უბრალოდ ახლა მინდა თქვა ჩემი გულისკეველი მინდა რამენერად აი მოკლე ხანში რომ გაგიზიაროთ მომიწია რამოდენიმე ლოკაციაზე წასვლა რო გითხრათ რომ როგორ გითხრათ რაღაც ახალი რაღაცები გაიხსნა მე არ მეგონა 68 წლის ასაკში თუ ახალი რაღაცა აზრიდა ნუ არ მეგონა რომ რაღაცას ისე გაიხსნებოდა ჩემს თვალთახედვაში რომელიც ჩემთვის მოულოდნელი იქნებოდა ნამდვილად არ მეგონა კარგი დავიწყოთ ახლა მე მიყვარს ჩვენ სამშობლოს გვირულ წარსულ ისტორიაზე თვალის გადახედვა და ადრე მithქვია რომ როგორც წესი ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო მძლავრი გზნობა მიყვება ყოველთვის ერთის მართლა ეს უდიდესი სიამაყის რაღაც დიადის გამწრის ზნობა იყო ჩვენი სახელოვანი მაგრამ გულწრფელების თავგანწირული ბრძოლისა და მუხჩაუხსელი 8 წლის გამო სამშობლოს საქართველოს გავახარა მეორე მხრივ ასევე დიდი რაღაც ყოვლის მომცველი ასეთივე სიცხლის დაუკმაყოფილებლობის გზნობა იგივე გმირის წინაპრების წინაშე რომელსაც სამშობლოს საზის დაურვლის ვასისხლი და უფლის წყალში ფუჭა ჩაუყარეთ მოროდინი ვერ გაუმართლეთ მორალურად დავეცის ნეობრივად დავძაბუნდეთ ჩვენი ძალებისგან დავეცადეთ ბოროტ წინ ვერ აგვუდექით და ჩვენი სამშობლო ბრელეთის ძალების საჯიჟგნი გავხადეთ ეს მქონდა აი ხანია მქონდა მაგრამ აი ამ ვოიაჟის შემდეგ კიდევ ერთი რაღაცა გზნობა შეიძლება არ არის ეს გამართლებული პათოლოგიური ჩემია შეიძლება ეს არც არის ჯანსაღი მაგრამ დამეუფლე კიდევ ერთი რაღაც ეჭვისა და აი უიმედობის სასოწარკვეთილის რაღაც აი შერწყმული გზნობა დამეუფლა რომელსაც ახსნა ძნელი აქვს ახლა ბევრი ვერ გამიგებს არც არის სავალდებულო რომ გამიგოს კაცო უბრალოდ დამებადე აი ასეთი შეკითხვებს უსვამდი სულ ჩემ თავს ბიჟო ეს ის ერია კაცო რომელმაც დიდგორი მოიგოთხა ჩემერზე ქართველერზე მქონდა საუბარი დიდგორი რა ვიცი მე შამქორი ბასიანი ხრესილი მარტყოფი ეს ის ერია თქო რომელმაც შვა ახტამბურგასალ ნახლა თავიდან თუ მოვყევით რამდენიმეზე ფასმან ქველი და შოტკურო პალატი და მანამდე გუბაზი და შემდეგ ღვთაებრივი დავით აღმაშენებელი შვიდნათობიერი თამარი გიორგი ბრწყინვალე დემეტრე თავდადებული პატარა კახი და ეს ის ერია თქვა ეს ის ქრისტიანული ქვეყანაა თქვა სადაც ასე უმოწყალოდ ეწამნენ ქრისტეს ჯულისათვის ეფთახი მცხეთელი და რაჟდენ პირველმოწამე უშანიკი და აბო არ ვიცი დავითი და კონსტანტინე დიდმოწამეები ასეთივე დიდმოწამეები კონსტანტინე კახი და გობრონი სადაც ჯალალედინის ჯალათების მახვილებს 1227 წელს შეეწირა 100,000 მოწამის სიცოცხლე სადაც 1299 წელს სამშობლოზე მიიტანა 29 წლის სეჭაბუკმა ჩვენმა მეფემ დემეტრე მეორე თავდადებულმა თავისი სიცოცხლე სადაც შემდეგ ქვაფთახევის მონასტერში ამ თემურლენგის მიზანტროპების მიერ ჩაწვეს ცოცხლად რა ვიცი ასობით ბერმონაზონი და სადაც ბოლო კაი დავანებოთ ყველაფერი გამოდოთ 1620 წელს ვიცით ერბილე ამ ახლა ურჩხულებმა შახაბაზის ურჩხულებმა შანთებით როგორ დაგლიჯეს ჩვენი წმინდა დედოფლის
ქეთევანის ღვთაებრივი სხეული თქვა. მართლა უსვამდი ამ შეკითხვას. მე შენ იცი არ მახარშე მე არ პუბლიკაზე თამაში იცი ეს ამან მე ძალიან მაგრად შემაწყდა გამიგე და აი ასეთი აზრები რომ მებადებოდა ჩემ თავსაც ვეშხუბებოდი რატომ აქ მე ასეთი აზრები მაგრამ შემდეგ თუ მექნა დრო აუხსნი მე ამ ბათუმმა შემდეგ რვავედი დაბახმელაში შემდეგ წანიში შემდეგ სვაკე საბურთალოში მე აუხსნი რატო გამიშთა მე ასეთი ისა რა ქვია აზრები და ასეთი განწყობილება რა რაჭი სამწუთას ქართულ მე არ ვიზახი შენ მაყურებელს ამალ მარტო შენი მაყურებელი თქვა შემეიფარგლება არა საქართველოს აი რა ხდება აი მე წარმოდგენა არ მაქვს იცი და რატო არა მაქვს წარმოდგენა იმიტომ არ მაქვს წარმოდგენა გადასვალე რომ აი მოსახლეობას რო უკვირდები საქართველოს მოსახლეობას ქანა განდრისხებულია აი უმრავლესობაზე ვიზახი და ჯანას საბრძოლოდ არის შემართული არა უბრალოდ რაღაცნაირად ისეთი წარმოდგენა მაქვს რომ რაღაცა შეწრწუნებულია რაღაცა და აი შეურაცხყოფილია თითქოს რაღაც დაზარალებულის პოზიციაში თუ არის მოსახლეობა ჩვენ გამარჯვების არავით არის შანსი არ აქვს კერმელი შენ გინდა გამიგე ხდები აი არა გვაქვს შანსი დაზარალებული კი ახლა გავიცი რა ხო ეს პატონს აქვს ნათქვამი გაბრაზება ყველა ადამიანს შეუძლია მაგრამ გაბრაზდესო იმ დროს როდესაც საჭიროა იმაზე ვიზაც საჭიროა და ისე როგორც საჭიროა ეს ყველა არ შეუძლიაო როგორ აი შვილებს პიცავარ მეზგებიცები ერმილე ჩემთვის ბერლინამი იმდენად გაურკვეველია იმდენად მიუღებელია და იმდენად დამფრგუნელია რომ ბოდიში ახლა არ მინდა ამ იმაზე გადამეყვანა ასეთ სიტუაციაზე საუბარი მაგრამ ეს შემზე მე განა რაიმე ჩემს ჯანმრთელობაზე და მომლებზე განა ის მოქმედებს 100,000 პოლიციელი მოვიდეს 19-დან ქივი მაგრამ ესეთი რამე მიკლავს მე სხვა კი არაფერი შემოერმინე ხტები რასაც ვიძახი რომ ვერ ხედავ იმას რასაც მინდა რომ დავინახო რასაც გოცნებო არ ვიცი რა ისეთი წარმოდგენა აქვს რომ თანაც ისეთი წარმოდგენა მჩნდება რომ აი ვიმაში აბრამ ნიკოლაევич რა თქმა შეიძლება ფერი მოსახლეობა მოატყო დროის რაღაც მონაკვეთში შეიძლება მოსახლეობის ნაწილი მუდმივად მოატყუო მაგრამ მთელი მოსახლეობა ხალხი მუდმივად მოატყუო ეს გამორიცხულია აქ შეიძლება თუ არა უმეტესი ნაწილის მოტყუებას ცუდი ახერხებენ როგორ ახერხებენ ამაზე და ისეთი წარმოდგენა მჩება ახლა მე იცი რომ ცოტა ესეთი აი იმდენმა ისე მწარე და ისეთი დიდი დროის განმავლობაში იმდენად აწუა საქართველოს მოსახლეობა რომ ისეთი წარმოდგენა მჩება ჩვენ ერმილე რომ აი სამას რო ეკეთებენ ნარკოტიკებს ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში და თანდათანობით დამოკიდებულები ხდებიან ამ ნარკოტიკებზე ისევე მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი იმდენად მიეჩვია რომ უნდა მოატყუოთ რომ მოთხოვნილებად გადაექცათ ლომკად გადაექცათ გაიგეთ რომ სიმართლეშობები იმის არჯერად რომ მოატყუოთ მაგრამ მოატყუოთ ლამაზად დაჯერებულად თუ შეიძლება როგორ გითხრა უნდა გქონდეთ რაღაცა სამეცნიერო ან თანამდებობა უნდა გქონდეთ ან კაროჩე სამეცნიერო ხარისხი და მოატყუოთ მაგრამ ამას უფრო რატომღაც იღებ კარგი ამას უცებ გავწვი არ მინდა ამაზე ძალიან შორს არ მიყვანს საუბარი არ მინდა ამაზე რომ ვისაუბრო და მოდი ახლა პირდაპირ იმ თემაზე გადავიდეთ რა თემაზე ვსაუბრობ მაგრამ სანამ კონკრეტულად გადავალ ამ სიტუაციაზე რამაც გამოიწვია ჩემი ბათუმი, მე ტაბახმელა, მე წანისი, მე კიდევ ერთი ლოკაცია ამაზე ციტვი. აი რა ხდება დღეს და კადრში დაგვიბრუნდით ალბათ კადრში. წავედი? ხო, კაი გენაცვალე. ხო და აი რა ხდება და აი რატო ხდება? რატო ხდება არაბების?
რატო ხდება მაინდა-მაინც საქართველოში და რატო ხდება იმ ლოკაციაზე, რომელზეც საერთოდ ეს სიტუაცია არის ყველაფერი დაგეგმილი. ჯერ რამოდენიმე მე ადრეც მქონდა ნათქვამი ერმილებს ჩვენს ვისაუბრია ამის შესახებ, რომ რატო უგჯიან ასე? არა სხვაგანაც, მაგრამ ჩვენ ქართველებს ასე რატო უგჯიან? რატო ცდილობენ რომ ჩვენი მართალია ესოდენ მცირე რიცხოვანი, მაგრამ უდიდესი გმირული ისტორიული წარსულის მქონე, უდიდესი მრავალსაუკუნოვანი კულტურის მემკვიდრე, უაღრესად ამაღლებული წესჩვეულებებისა და ტრადიციების მატარებელი გმირი, ფურადი, გულადი ქართველი ერი, რატომ ცდილობენ ეს მსოფლიოს ერთიანი წესრიგის მესვეურები, არ ვიცი, ეს მისეული სახელმწიფო დისტეით რაც გინდა ის დაუძახოთ, რატომ ცდილობენ რომ ესეთი ერი გადააქციონ სრულიად მორჩილ, უფლებო, წმენა დაკარგულ, ჯულწართმეულ, უსახო, უსქერსო სამოქალაქო საზოგადოებად. მე ეს სულ ყოველთვის ვაწუხებთ, ეს აგდე რატო თქვა? და რასაკურველია ეს ახლა ძნელი არ არის, ჩვენ ისტორიულ წარსულში უნდა გვეძებდა ეს ამის მიზეზი ის იყო რომ ქრისტიანული მართლმადიდებელი რელიგია ქრისტეს ჯული ყოველთვის ისტორიულად ჩვენი ერის თვითყოფადობის საფუძველს წარმოადგენდა მის უმთავრეს სულიერ ღირებულებას ყველაზე უფრო საშიშ და მიუღებელს ამ სატანის და ბნელეთის მსახურებისათვის. იმიტომ რომ ქრისტეს უფლის წმენა, უფლის შიში ისტორიულად, რეალურად ჩვენი ერის შინაგანი მწამსისა და ცხოვრების წესის უპირობო გამსაზღვრელი ფაქტორი იყო ყოველთვის. ამიტომაც ჩვენში ქართველებში სულიერი ყოველთვის განუხრელად ბატონობდა ხორციეძე საზოგადო ეროვნული ქართველი კაცის ბუნებაში ყოველთვის პირადულზე მაღლა იდგა. აი ამან გადაგვარჩინა, სხვამ არაფერმა არ გადაგვარჩინა ჩვენ ისტორიულად ერმილე და გასაგები ხდება თუ ასეთი რაღაცა საოცარი, რაღაცა ჯინიანი, რაღაცა უდრეკიერის მოდრეკა დადგრუნა შეძლეს სოფლიოს დღევანდელმა ბრძანებლებმა, ეს იქნება უაღრესად წარმატებული ექსპერიმენტი სოფლიოს სხვა ერების დადგრუნის ერთიან სოფლიო წესრიგის მათი დამორჩილების გლობალური პროექტის ფარგლებში. სწორედ ამიტომ ატარებენ ჩვენზე როგორც ლაბორატორიის მიწხებზე ვაირომ წარმატებით საერთაშორისო მასონური დარბაზები. ერთ-ერთი მიზეზი რომ ეს საქართველოში ხდება, ეს ამიტომ არის. მეორეს, არა საუბარი არის არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში. 10 მილიონიანი ქვეყანა ეს 91,000 კვადრატული მეტრი აქვს. კილომეტრია მაგათი ფართობი. უდაბნო და სასწავლებს აკეთებენ. უდაბნოდან ქმნიან ედემის ბაღს. ხტები რასაც აქ ზაედების ბაღიაც მოხტები და ამიტომაც თანაც რა აქ არის ხელისუფლება, იმენ აი ხორცშესხმული ბოროტება, სატანის მსახურები, რომელსაც იგივეა გადაწყვეტილი რაც მე ვიზახოდი ამ deep state და რომელიც ჩობელ დედას გაყედიან ფულის გამო. და განა მარტო ფულზია საუბარი ხო ამიტომაც ჩაულებრივად კაროჩე ეს ჩაულებრივად რა ნელ-ნელა ექსპრესია მე ადრე მქონდა და დადებული ერმილე ჩემოძამიკო გადაცემა რომ ჩვენ მოგვიწია როგორც დედოფლის წყაროში ომობანა იქ დადებითი შედეგი ილია წმინდაში უბრალოდ ხალხი ვერ აქვს იქაც 1700 ჰექტარია კაცო არ აქვს ჩაულებრივად ორსოფეს 400 ჰექტარია და შიგნით ესე იგი დედოფლის წყარო იმაში ილია წმინდაში ესე იგი რომ ფიზიკში უბატონოში ადგილობრივი ფეოდალი რო არ შეუშვეს იქ 1700 ჰექტარია გარავს ნუ იცი მაგ მოყოლილი გვაქვს ლაივში თქვა მიუვარდით ბეგლები გავდით 3 სერია ქონდა ჭუბი კიბილი წიბილი მაგრამ რა უნდა გააკეთო როდესაც თვითონ მოსახლეობა გაქცევაზე იყო არაფერი არ უნდა ხო მესამე ვარი აი ზეებას ჯერ თავიდან ძალიან ისე ვიტყვი რა რომ ძალიან ზოგადად ვიტყვი მესამე ლოკაცია ლოკაცია ძალიან საშიში ლოკაცია ახლა ჩვენ რო ვიყავით ბოლოს იმაში წანის იმაში ჯერეთი მასაც ცუდად გახდები და ედემის ბაღში ვიყავე და მე არ მეგონა ქალაქში თუ ასეთ სილამაზეს ნახავთ ორი ქალაქის ფლუტვებია რა
ესე იგი 300 წლიანი მეტი კიდო ის ტყეპარკია იქ გაშენებული 155 ბატო სახეობის ხემცენარეებია. ვიცი და 735 წელს იქ წანისის ომი აღამ ახმედხანმა დაგვემარცხა, ხო? წარმოიდგინე. და იქ ბევრად იყო ეს ტყე არსებობდა. მე თბილისში აიღო აოხრა კაცო, ხო? აღამ ახმედხანმა 10000-ზე მეტი ტყე გარეკა. ეს ტყე არაჩეხა, ეს კი არ გადაცვა. რაღაცა სასწავლის სილამაზეა, მე არ ვიცი, ასეთი სილამაზე მე არ წეყავი, ნაყოფი, რუსთაველი კაცი, კიდევ გამარ გამისკდა, გული. ჩემ მქონდა მაგაზე ლაივი დადებული. ახლა რა ხდება კიდო? სილამაზე ერთია, მაგრამ ჩვენ მოგავდი ახლა შენ ბავშვი იყავი მაშინ და 90-იან წლებში. ჩვენ მოგავდი, აქ ქონდა პრეტენზია აქ ჩვენ მეგობრებს მებს და იმას აზერბაიჯანულ მოსახლეობას მთელი კიბეწეველი იყო კაცო 90 წელში. ნუ ესე იგი ეს ქვემოქართლი ეს უნდა გამოცხადდეს ავტონომია აზერბაიჯანელების რუსთავი მაგათი დედაქალაქი და სვანებმა გადაგვაჩინეს. ხტები რასაც მარნეულელმა სვანებმა და სხვა დაიძენ იყო მთელი კიბელი ცივი კომუნისტების დრო იყო ჯერ კიდევ. არ იყო ჯერ კიდევ ზვიადი მოსული. და ახლა წარმოიდგინე ეს რომ თავდება ეს ტყეპარკი ესე იგი ახთაკლია არის ეგრევე სოფელი და ყარაკლია ქვია მეორე ყარაჯა ესე იგი უშველებელი ერთი სინოდურია მეორე შიიტური მაგრამ ამისო უშველებელი სოფლებია გამიგეთ ახლა კიდევ ახლა რო გამიგოთ რომ როგორ ხდება ეს რომ ისტორიული მტრები ჩვენ მაგაზით ვისაუბრეთ სუნიტები და შიიტები როგორ ნახულობენ საერთოდ 24 საათი ახლა თურქეთს და ირანს ბადო ტერიტორიების გამო კი არ ქონდათ ეს საუკუნეების განმავლობაში ომი ერთმანეთში იმიტომ იყო რომ სუნიტები იყვნენ სუნიტების და ყველაზე უფრო ესეთი ძლიერი და მაგდად ზევამოსილი წარმომდგენი იყო ოსმალების იმპერია აქეთ ირანი რატო აი ნუ რა ხდება აი ამიტომაც არაბების ცოტა ისტორიას უნდა გავიგოთ ამ არაბების შესახებ აი ვინ არიან ეს არაბები რატო არის არაბების ესპანსია აი განსაკუთრებით საშიში აი ბიბლიურად გადავხედოთ აი ბიბლიიდან იწყება ჯერ კიდევ არც იცი სახარბიელო წავსული აქვს ბიბლიური სხვა რო არ იყოს ესე ბიბლიურად ებრაელების მამამთავარი ვიცით აბრამი ხოღავდა კაცო სარა ცოლი შვილი ხო არ უჩნდებოდა და შემდეგ სარამ თავისი მხევალი აგარა გაუშვა რომ ნუ შვილი შეძენო და შეეძინა ისმაილი ესე იგი შემდეგ შეეძინა უკვე საკუთარი შვილი ვიცით რა ხო და შემდეგ რო ესა წამოიზარდა შვილი ამან სარამ აიძულა რომ აგარა თავი შვილი ისმაილთან ერთად გაეგდო უდაბნოში მთელი ამბები იყო როგორ გადარჩა რამე და ესე იგი ბიბლიურად ზუსტად ამ ისმაილიდან წარმოდგა არაბული მოდგმა ამიტომ მადლიერად ისმაილიტები ანუ ისმაილიზები მაგრამ ევროპა შემდეგ მაგათ უწოდებდა და აგრეთვე აგარიანებს ალბათ გაგვიგონია ხო აგარ როგორც აგარას ბუდისტურა და ამავე დროს უზახობენ სარკინოზებს ჩვენები სარკინოზებს უზახობენ რატო სარკინოზები ნიშნავს სარას ძაღლები ესე იგი სარამ ესე იგი აბრამის ცოლმა როგორც ძაღლები ისე რომ გაღარა ისინი უდაბნოში ხვდები ან შემდეგ იბრძოდნენ მომთაბარეობდნენ აჩაღობდნენ რა ვიცი ლახმაჩოგო ძალიან ისეთი აბდაუბდა სიტუაცია მაგრამ აგერ მე-7 საუკუნის პირველ მეოთხედში მექადან მუჰამედი ვაჭარი იმან ჩამოაყალიბა ახალი რელიგიური მიმდინარეობა ისლამი რომელიც მორჩილებას ნიშნავს აქედან წარმოდგა მისი მიმდევრები მუსულმანები ანუ მინდობილები სვანერად მაჰმადიანები ეწოდა და შეიქმნა შემდეგ მისი გარდაცვალების შედეგად უკვე წამოვიდა ხალიფა ნიშნავს მოადგილეს ნაცვლად მუჰამედისას შეიქმნა ეს სამხედრო ესა და არავით არის არც მიზეზი არც საბანი მაგათ არ ჭირებია ბრძოლა მაგარი იცოდნენ მონღოლების არ იყოს და
რაც კი დაინახეს ყველაფერი დაიწყეს მოკლეს რა. დაიწყეს ყველაფერი. ახლო აღმოსავლეთი, წინა აზიაში, გაროჩე ბიზანტია დაამარცხეს, ირანის დედაქალაქი, ირანი, მესოპოტამია, სირია, პალესტინა, ყველაფერი აიღეს, ჩრდილოეთი აფრიკა აიღეს, ესპანეთი მთლიანად აიღეს და რასაკვირველია ახლა საქართველოს აღარ იყო პრობლემა, ახლა ჩვენ არ ქონდა ჯერ კიდევ ისეთი ძლიერი სახელმწიფოები და შემოგვივარდა ჯერ კიდევ მე-7 საუკუნეში. მაგრამ მაშინ ასეთი დიდი სისხლი ჯერ კიდევ არ დაუღრიათ. ნუ ახლა თავიდან ბელგარიჭი მაინც აგვამარცხეთ ბოლო-ბოლო და მაგრამ რითი დაგმაყოფილეთ თავიდან ეს თბილისი აიგეს, რომ გადასახადი ჯიზიაზე ერქვა, ესე იგი რაზე იყო ახლა ჯიზიათი რა იყო? ესე იგი თვითონ კომლიდან თვითონ დინარი უნდა გადაეხადა საქართველოს მოსახლეობას იმაში წელიწადში. ამავე დროს არ იყო ესეთი ძალიან ისეთი კონკრეტული მონღოლების დროს რო იყო ეს იჯარა, სამხედრო იჯარა, მაგრამ შეძლებისთანავე ჯარისაც ახმარებდნენ და რაღაცა, მაგრამ შემდეგ უკვე წამოვიდა, მაგრამ რა წამოვიდა? გენაცვალე აქ საუბარი მიდის, რომ არაბებმა რა ზიანი მიაყენეს საქართველოს და მე არ ვიცი, აი შემდეგ მურმანყრუს ლაშქრობიდან უკვე. ხო, ეს ყველაზე დიდი ამბავი დაიწყო 735 წელს. მე აგერ იყო თარხან მოურავის გამოსვლა იყო იმაში, რა ქვია. გამოსვლას უსმინე. ახლა იცის ამ კაცმა ახლა ისტორიას, ჯულის კანონიც იცის, რაც მართალია და კიდევ ერთხელ ვიზახი, ვერავინ ვერ დააბრალოს, რომ მაგას ახლა არ აინტერესებს ქართული მიწების ბედი. მაგრამ მე ამის შესახებ 10 ტომი ჩამოთვალა, რომელიც ფაქტურად განადგურებული იქნა ამ არაბების მიერ და თქვა, რომ მაგენი რო ყოფილიყო 100 მილიონი ვიქნებოდი. ეს 100 ტომი მე ვიცოდი, იმიტომ ვიცოდი, რომ მე ხო გახსოვთ, ჩვენ საუბრობდით, არ ვიცი ლაივში დადებული თუ არა, მე ძალიან მეგობრობდი ეს მარკოზია რო იყო, არკაზი ძვიადის მეგობარი იყო. მაშინ გაგრაში აფხაზეთში ყველაზე შინაური იყო ეს თამაზი ნადარიშვილი და ჯოლოგვია სამი პარლამენტის წევრი იყო. მე მქონდა რომ თავალ საბჭოში შესულიყავი, მაგრამ არ უნდა და მე ეს პარტია საერთოდ ბავშვები და ვიცი რაღაცა შინაგანი გზნობა და პირაში ორჯერ ვაკეთებდი ხოლმე აი მას რა ქვია ისტორიულ რაღაცა რაკუსებს ხალხიც აი აფხაზების მოდიოდნენ და საუბრობდით იმაზე და ლექციებივით უყებოდი, მაგრამ მაშინ ეს 10 ტომი რომელიც გაანადგურეს, ახლა ეს მართლა გაანადგურეს ეს 10 ტომი არაბებმა თავიდან ბოლომდე. ახლა ეს 10 ტომი იყო ბულგარები, დრილები, ზიგრიტები, ესე იგი ბინები, მახელონები, მისიმიელები, ესე იგი სკვითინები, ესე იგი ხენიოხები, ჭილდები და ისინი რა ქვია ხო არა ესენი იყო უმთავრესი, მაგრამ აი სედუხეძები იყვნენ, რომელზეც ცოტა მაშინ საერთო იყო, იმიტომ რომ კავკასიის ფერდობის ჩრდილოეთშიც ცხოვრობდნენ აფხაზები, გვეკამათებოდნენ. ნუ მოკლედ ეს მისიმიელები, ეს სვანური ტომია, სხვათა შორის ქართულ სვანური ტომი, რომელიც ნაწილობრივად ჯერ კიდევ სად იყო არაბები 5-57 წელს ბიზანტიელებმა ფაქტიურად მთლიანად ამოწყვიტეს. მაგრამ ისეთი სისხლი ადინეს ბიზანტიის ლაშქარს, ნუ არ ვიცი, რამოდენიმე ასეულმა მისილიალმა, რა ვიცი, ათასობით კაროში ბიზანტიელი ამოწყვიტა, მე ღამე დაესხენ, ძინარე სოფელს ქალიან ბავშვიან ამოწყვიტეს, მაგრამ ნაწილი დარჩა და რაც დარჩა ამ დანარჩენ 9 ტომთან ერთად არაბებმა მთლიანად ამოწყვიტეს ეს მთლიანად. ამის შემდეგ უკვე 735 წელია შემოვიდა ეს მურმანყრუ. ყრუ კი არ იყო მართლა, მაგრამ ახლა ყრუ იმიტომ შეარჩეს, რომ ესე იგი ყრუ იყო ქალების დედაკაც და გოდების მიმართ, ამის მიერ. მაგრამ სომხეთში კი ის ქონდა კაცო. ორი ტიპუნი დაიმკვიდრა, გუიანი ღრმა ბავშვების წრემის და ამავე დროს თანხამოურობა თქვა, მაგრამ ამავე დროს კიდევ ერთი ტიპუნი ქონდა. ავაშან რან, ეს არის ამაოხრებელი.
ესე იგი, ამოწვიდა და ახლა ვიცი შემდეგ იმერეთში რო გადავიდა ორი ძმები დავითი და კონსტანტინე დიდ მოწამეები. სხვადასხვა აღნიშნავ და სანამ აქამდე გადავარ რომ 300,000 ეს 100%-იანია 300,000 მაგალითად ქონდა მაშინ აფხაზეთში მაგალითად 300,000 მოწამეა საერთოდ დაფიქსირებული ქრისტეს ჯვრისთვის 300,000. 35 არის დიდ მოწამე და აქედან 5 საქართველოდან, მაგრამ ახლა მაგაზე იყო საუბარი, მაგრამ მე უფრო იმაზე ხომახვიდე ყურადღება რომ ბიჭო 300,000-დან ბიჭო 100,000 მარტო თბილისში ყავდა მოწამე, ხო სწორია რა თბილისელი მოწამე იყო უკვე და შემდეგ ცოტა ეს იგი ყველაზე ხოდა ყოველი მესამე ხო საქართველოდან იყო მოწამეები და ხები რასაც მიდახი რო გავყვე შეიძლება ყოველი მეორე გამოსულიყო გამიგერმინე რასაც მიდახი და მე ამაზე სულ საუბრობდი და ხოდა ეს იგი ამ დიდ მოწამეები და 4 დიდ მოწამე არაბებმა წამეს და არაბებმა წამებით ესე იგი ამოხდეს სული რა ეს იყვნენ 300 ესე იგი 735 წელი მურმანყრუ რო დაიჭირეს დავითი და კონსტანტინე მართლა გააგიჟეს გააცრუეს ეს პიროვნება რა საათობით გეობით ცემდნენ სისტრის გვარი აი არაფერი რო დააწვიეთ ლებში თავიდან ბოლომდე ხმა ერთი არ მოჭი გაგიჟებულიყო ვერ მიხდა რა თქმა აქვე ჩამოკიდება მე კიდო საათობით ცემა არაფერი რო რატო დააგდე ქრისტიანული მე ვიცით ლოდები ეს დიდ მოწამეები ნუ ახლა გაანათლა მათი სული ღმერთმა ნახდა და უდიდესი დიდ მოწამეები ამის შემდეგ მეორე დიდ მოწამე შემდეგ ეს ორი შემდეგ უკვე ესე იგი 853 წელია უკვე გამოაგზავნა ხალიფამ 330,000-იანი ლაშქარი ბუღათურკი ახლა ყველასთვის სომალია ბუღათურკი ამავე დროს თბილისს დაესხა მაშინ თბილისში უკვე ამირა იჯდა ახლა იქ ნაწილობრივ კი იყო მუსულმანური მოსახლეობა მაგრამ ქართული მოსახლეობა დიდი წილი 50,000 კაცი ამოწყდა თბილისში 50,000 კაცი შემდეგ რო წამოვიდა კახეთსაც რო შეესია იქ დიდებული იყო ეს კონსტანტინე კახი ვიცით ალბათ არა ერისთავი იყო კონსტანტინე კახი ხოვანი თავის შვილთან ერთად დაიჭირა ნუ ის აქწერას ახლა შორს არის რამდენი აწამა რომ ქრისტეს ჯურზე ვარი ეთქო და შვილთან ერთად ციტელი დასაჯა ესე დიდ მოწამეა ხტები რასაც ვიდა კონსტანტინე კახი და შემდეგ უკვე 914 წელი იყო ბოლო შემოწოვა მონღოლების როდესაც აბუ კასიმი შემოვიდა მაგათი სარდალი და ისე არაბების ხო ისევია სულ არაბებთან საუბრო კაცო მონღოლები თქვი შემთხვევით და იმიტომ მონღოლებზე პირიქით მონღოლებმა დაუმთავრეს ამათ ხალხავი ბოდიში ამ გამოთქვისისგან მოყვები მაგალითად კაროჯე და ვენაცვალე ხელში რო იყვიან არ ვიცი ხო და ისა რა ქვია შემოვიდნენ ნუ ახლა რამაც გაანადგურეს რაც კი დარჩენილი იყო სულ ამოწყდეს ყველაფერი გადავიდნენ ცალკე კახეთი ცალკე ქართლი და ბოლოს ჯავახეთში რო ამოვიდნენ ყველი ციხესაც შემოერთხეთ და იქ იყო ზუსტად ესეთი მიქაელი გობრონა წოდებული გამიგე და იბრძოდა ის 28 დღე იგერიებდნენ და ბოლოს 133 თავის თანამოლაშქრესთან ერთად აიყვანეს თქვენ ცისხრიდან დაცლები დაჭრები და ნუ სასწაულად აწამეს რა ყველაფერი შეთავაზა ყველაფერი რაც შეიძლება შეთავაზა სარდლობა რა ვიცი ამ ქვეყნიური ყველანაირი ბედნიერება ყველაფერზე ვარი თქვა სფალტინ დაუხოცეს 133 მისი თანამოლაშქრე შემდეგ ორჯერ დაარტყეს კისერში ხმალი მაგრამ სასიკვდილოდ არა დაჩერხეს და ამ სისხლით აიღო და შულზე მაინ ჯვარი დახატა და ევედრა ბოლო ესეც დიდ მოწამე ეს 4 დიდ მოწამე ნუ მეხუთი ახლა ვიცით ახლა ვიცავდა ქეთევან
ჩვენ კი არა მე არ მგონია კაცობრიობა ამაზე დიდი მოწამეს არ ვიცი პირადად მომკალი კი და კეთება წამები დიდი მოწამე არ ვიცი ისტორიაში არ ვიცი არა გასაგებია სხვა რამე შეიძლება აზრი ქონდეს მე პირადად არ ვიცი განა იმისთვის როგორ იცხოვდა კეთება წამებული როგორ აღესრულა როგორ იცხოვდა ჯერ კიდევ მანამდე კოხტის თავის შეთქმულების სამხედრო გარიგების ორგანიზატორი იყო და სიმწრის გორის თავარი ორგანიზატორი და მანამდე სანამ აწამებდნენ ეს 24 წელში არ იყო კაცო 24 წლის 12 სექტემბერი იყო როდესაც ასე შირაში აუქნეს კაცო აუქნეს რა შანთი დაგლიჯეს ასაბენი რაები არ გაუკეთა მანამდე ორი შვილიშვილი დაუსაჭურისეს ერთი მოკდა ადგილზე მეორე ჭკვი და ისიც მოკდა მე ასეთი და მეტას ხო მოკლედ რა ესეთი აიმიტომ არის რომ ხო ამით არ დამთავრებულა შემდეგ ყველაფერს ხო არაბების ეს წივილი ჩვენთან ბრძოლა და ჩვენი სისხლის თევა არაბების აქ არ დამთავრებულა დიდგორი ხო ვიცი ხო 1021 წელი აღმაშენებელი ხო ნაჯ ადინ ილღაზი იყო ბაღდადის მარინდის ალეპოს ამირა ზო არაბული საემიროები რასაც ხვდები რასაც და კიდევ იყვნენ არაბული საემიროები ესე იგი ისეული არაბები გვებძოდნენ ხო ნაწილობრივ შემდეგ ახლა უკვე გადავედით თამარ მეფეზე აბუბექრი შამქორი 1095 წელი ფიქო ჩვენ ხო დავშიზბრებია ხალიფამ ჯარი არ გამოუგზანა ხალიფამ დროშა არ გამოუგზანა არაბთა ხალიფამ ბაღდადი და აბა შალვა ხალხება რა დროშა გაუფიდა თამარ მეფეს ხალიფას დროშა არ იყო ისა ისევე როგორც ბასიანში სამი არაბია ამირა მონაწილეობდა და მორა დაამთავრეს ეს ხალიფატი სხვადასხვა მონღოლებმა ზუსტად ილხანებმა ილხანთა შთამომავლებმა პირდაპირ აიღეს ბაღდადი ფათაშორის ქართველებმა შეიტანეს ბაღდადი ერთად წავიდნენ ერთად ძმაო და დიდი იბრძოლეს და ხულაგუ პირველ ხულაგუდები არიყვნენ თავისი ხელით გამოჭრა ხალიფას კისერი და მაგიშვილს კიდო მაგიშვილა აბაღამ გამოჭრა კისერი ახლა დიდად რო შევწუხდი თქვა ერმილე მოგატყუებ ძმაო რა სხვადასხვის მონღოლებმა ჩვენში დარჩეს თავისი ხელით და ჩვენი დახმარებით ბევრ ძალიან გარეწრებს მოუღეს რო იცოდე ბოლო მონღოლები შენიცი რომ მაგარი რაინდული თვისებებიც ჰქონდათ ნუ არ მინდა ახლა მაგაზე ეს კიდევ სხვა ამბავია და ისა რა ქვია ხო რაც არის რა მოსულის ბაღდათის აღებაში ქართველებმა დომისწრილი შეიტანეს კაცო დაანგრიეს იქაობა მონღოლებთან ახლა ალამუთის აღებაზე იძახი არა მოსულის და ბაღდათის აღებაზე ალამუთი არ ამოწვა ხო ალამუთზეც ალამუთის ციხეში აღებაზე სულ ვახდი და აგერ ახლა გამოდი არ ასე დაწმიმანება არ მინდა თანასწორ დროში შევედიო ხო გავაკეთე ხო ახლა სხვა რაღაცა მინდა ახლა რო თქვა რა გარშე რა აი ვატყობთ რა სიტუაციაში ვარ მე დავიღალე ამდენი ამ ლექციების მოსმენით და ვაიმე ყველაფერი ვიცი დაღუპული შოულებრივად ეს არაბული სოფლე ქალაქები თუ მართლა მე ახლა ბოლოს მოვყები ამ ბათუმის და ამის იქ რა ვნახე და რატო დამდგრნა ამა რა უნდა გავაკეთო აგერ ვიქადაგებენ ქემოგიყევი სანამ ლაივს დავიწყებთ რა არის როგორ გამოვიდა ეკლესიის სახური და მოგვიყარა თურმე ალამუთის აღების დროს მონღოლები და ქართველები ერთმანეთთან საუბრად გაემზადნენ ერთად იყვნენ საუბრად წასული რატო უნდა გამზადებული იყვნენ და ამ დროს ქართველმა ჯარმა დაიჩოქა მუხლებზე დაიწყო ლოცვა და ამან გადაარჩინა გამოვარდა ვიღაცა და არა კაცო აგენი მე მოვკალი ჩაღატავ ნუ ჩაღატავს გულიდო და გადაჭი ქართული ჯარი ახლა
რითი ახლა როდესაც ეკლესიის სახური ისტორიულ რაღაცას ეხები შეეცადე რა ისტორიულად სწორი თქვა რაც მოხდა როგორც მოხდა რა თუმცა სხვანაირად იყო ახლა ეს სიტუაცია ესე გვიქადაგებენ რომ თურმე ჩვენ ახლა ერთადერთი უნდა ვილოცოთ ლოცვაც რასაკვირველია უშველებელი ძალა აქვს მაგრამ ვინ ჯულის კანონს უსწავლებს მისი ლოცვას კი სიბილწეა წმინდა წერილში წერია ახლა და დიდი ჯულის კანონი დიდი ჯულის კანონის არიცია წესიერად რა არის და ეძებენ ვაიმე ახლა წერია ეს არის ის არის არაფერი ეს არის უფლის სიტყვა სპურისმიდი შთაგონებით ჩვენთან მოსული რომ ჭეშმარიტი სარწმუნოებით ღმერთთან შევერთდეთ ჩვენ შეგვაერთო ქრისტიანები ეს არის დიდი ჯულის კანონი მოკლე განსხვავება არ უნდა ამას დიდი ფენომენო ხოდა ჩალო კამერა ცოტა გაწია იქი ჩვენსკენ თორე ხოდა მეცავეცო ვარდება კამერას ხოდა მომერისა და ბიჭო კი იყო მსგავსი იქ ჩვეულებრივად ალამუთ ჩვენ როდესაც ვიღებდით მათთან ერთად მოგოლებთან ერთად ერთ-ერთი 4 ნოინიდან დილას ნახეს მკვდარი ხელგამოჭრით ჩაღატა ნუ ახლა ქართველები ჩაღატა ხო ჩაღატა ახლა ის ჩაღატა კი არ არის ის ჩინგისხანის მეორე შვილი მაგრამ ნოინი ერთ-ერთი ხოდა ახლა წინადგას ქართველებთან ერთად რო იქნება იფიქრეს ამათი გაკეთებულია წამოვიდა ახლა მოგოლების თერიჯარი ქართველების გასანადგურებლად ερμიდე თეორიული შანსი არ ქონდა ხო ქართველებს ახლა მოგოლების ჯარი მაშინ და მithume რაზმი აფხელა ჯას ნუ თეორიული შანსი არ ქონდა გაიგე ის პრაქტიკული თეორიული შანსი არ ქონდა ხო და ამიტომაც რატის სურამელი იყო მაშინ ქართლის სხვადასხვა კოხტისტანის შეთქმულების ერთ-ერთი გმირი რატის სურამელი მოუწოდა სარდლებს მოდიანო უნდა გაგვანადგურონო მოდი ჩვენ წინ წავიდეთო შევეგებოთო უბრალოდ რომ თურამე ბრალია ჩვენი ბრალია ეს სხვადასხვა იგივე ვახტანგ მემრო გააკეთა დაახლოებით ან ოლგაიტუკაენთან თემაქ მაგილაევი დადებული შეგვაგდა დავქოცონ არ დევედით მაგრამ ჯარი გადარჩება ალბათ ასე ყველა სხვა დაგოწავენ ჩვენ აღარ იკმარებენ ნილოცეს მართალია აბდედა დავიდენ რომ მიუახლოვდნენ და დამთავრებული რო იყო სიტუაცია ამ დროს იქ ლეპები და გამოხდა მე მოვკალი ჩაღატა მე ჩაგიკა ეს ახლა მულიტი იყო ისმაილიტი და აი ფთიშობელი გამოეცხადა ბიჭო გაგა ისმაილი და ფთიშობელი ეს ცოტა ეს ფანატი მუსულმანზე გვაქვს საუბარი რა არა ესად მულიდებს კიდევ ისმაილიტებს ხაჟიშიანებს და ფიდაებს და ხოდი დაებზე ჩალო მაგრამ ერთი მილის ხო მუსულმანებიც არ იყვნენ ეგენი მუსულმანებიც არ იყვნენ არა მუსულმანების ფანატი მაგანი თვლიდა ის განშტოება კი იყო მაგრამ მაგათი დამაარსებელი ვინც იყო იმან თავისი რელიგია შექმნა რა თქმა უნდა მუსულმანური განშტოების მაგრამ ღმერთი თვითონ იყო ასასინების ხალხმა რო უთხრა თუ ანუ ალამუთის ციხე ეს იყო ასასინების ბუდე მუნაგი სადაც რომელიც სოფლიოს ატერორებდნენ იმ პერიოდში რა სოფლიოს ატერორებდნენ და საერთოდ იყვნენ მაგრამ სიტუაცია იცი მაგერად ასე დახოდნენ რომ ესე იგი ხალიფებმა მუჰამედის სწავლებას გადაუხვიეს რომ ეს არისო ისლამი და ისლამის ჭეშმარიტი გამტარებლები იყვნენ მაგენი და მხოლოდ მაგენი ამაზე იყო საუბარი ხვდები რასაც ვიდახით რომ ესენი არ იყვნენ მუსულმანები ესენი იყვნენ მარტო მუსულმანები ხოდა მაგათ კიდო რა ქონდათ თუ მოკლავდნენ მაგალითად მაგამ არფასლანი მაგანმა მოკლეს ხო იცი ეს ალლაჰ ეკბერ ჩვენ გადაცემა რა ქონდა მულიდმა მოკლა ისიც რა ჩვეულებრივად და ბევრი ყავთ მოკლული კაცო და ისინი როგორც წესი არ გარბოდნენ ისინი ჩვეულებრივად მოვიდნენ მე მოვკალი და მაგათ არ აინტერესებდა მოკლავდნენ არ მოკლავდნენ ასეთი აი რა თუნდა მე განა ლოცვის ძალაზეა მაგრამ რაზია საუბარი იცი ამ დროს როდესაც მართლა მარტო ლოცვა აღშველის გენაცვალე რაღაცის მარტო ლოცვა ამ დროს ვიჩიჩინებენ რომ არაფერი არა ეს არაბების სიტუაცია ჩვენ უნდა დავждეთ გადაღამე ვილოცოთ და გადავრჩებით
ხაიშე გაიგაცო ალა ჯიდგორზე რო აღმაშენებელმა კიდევაც ილოცეს ყველაფერი მაგრამ იბრძოლე შამქონი ფასიანი ბიჭო ვერ გავიგე 6000 გარეჯელი ბერი აღდომის პირველი დასასწავლი 1614 წელს არ ლოცულობდა კაცო უშველა კაცო არ ბრძოლა არის ახლა ხო ახლა დღემანდელ დღეს დაუბრუნდეთ რა კარგი არ მინდა ესე იგი იცი როგორ შეფარულად თითქოს ყველაფერი რაღაცა არის ძალიან აი როგორ ამაღლებული მეობრივი ქრისტიანული და სინამდვილეში რო ჩახვიდე სიღრმეში ხელისუფლების დაკვეთა და რაღაც ძალიან ბინძური და აი ცუდად გახდები რა აი ამინდა რა დაჟე ვიფიქრო ისეთი ცუდი რაღაცები ახლა რა მინდა რომ თქვა როგორი უნდა იყოს ჩვენი პოპოზიცია რა უნდა იყოს ახლა ერთ მაგალითს მოგიყვები მე შენ ეს და პირად მაგალითს მინდა მოგიყვეთ ხუთწუთიანი მაგალითია 2010 თუ 11 არ მახსოვს ახლა შენ პატარა იყავი მაშინ ბევრს ემახსოვრება ეს დიდი შვიდიანი იყო თუ რვიანი ეს პარტიები რომელიც წავიდნენ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე სააკაშვილთან ახლა ჯაზო იყო მაშინ იურა ვაზაგაშვილი რო იყო ახლა იურე ვაზაგაშვილს ახლა შეიძლება ახლა ანგელოზი არავინ არა თავისი მინუსები ქონდა არ მინდა ახლა მაგაზე ვისაუბრო მაგრამ რა იყო უდრეკი პიროვნება იყო უშიშარი შვილტარი მამა იყო და ფულიანი იყო ამიტომაც ვერც აშინებდნენ ვერც ამშვიდებდნენ და ვერც ტიდულობდნენ და ამიტომაც მაგასთან ჯაზოში ფაქტიურად შეიძლება ითქვას სააკაშვილის წინააღმდეგობის თავარი ცენტრი იყო. იქ ვიბარებდით ხოლმე პარტიებს და განუჩე აი დაკავიო რო იტყვია. მე ძალიან ხშირად არ დავდიოდი, ახლა რატო არ დავდიოდი? შენ ცოტა მიცნობ მე იქ თავისი კაფე ქონდა, თავისი ის ქონდა და აჭმევდა, ასმევდა ბევრ ძალიან და მე ახლა ცოტა სხვანაირად მეხვეწებოდა ხშირად მოდიში რა აიო და ამინდა რა და მაგრამ იმ დროს როდესაც საჩხუბარი იყო ავჩარკასავით უკვე გავეჩი აუცილებლად პრიკაზდოის სახით მიბარებდა ხოლმე და ეგენი რომ მოკვიება სუყველა ნუ ახლა მივედი მეც და გამოდი სუყველა მანდარი რა ეს ყველა პარტიები მანდარი ერთადერთი ალასანი არ იყო გენერალური მდივანით იყო წამოდია გუბაზი და ეს მეორე შარტავაც და ეს სუყველა რა სუყველა მთელი ეს პარტიები მანდარი ხოდა მაუდა მოლაპარაკებას ფაგზა არა გვაქვს რამე აგენდი და მაშინ წამოვდექი და ვითხოვე სიტყვა მოუთხარი გენაცვალე საერთოდ მე ექიმი ვარ თქვა რა და რასაკურველია თქვა კაცო ხელისუფლების შეცვლის ვიცი რომ ორი გზა არსებობს თქვა ერთია მშვიდობიანი არჩევნების გზა მეორე არის ნუ არ ვიცი მე რევოლუცია აჯანყება კივილი ცივილი თქვა ახლა ბიჭო ქართულგას თუ შეუულია თქვა მივიდე შვიდად ურნასთან აიღოს თავისი ისა ჩააგდოს და ამით თავის თავს თავის ერზა თავის ქვეყანას უშველოს რასაკურველია კაცო ეს ჯობია ვიდრე ხელისუფლება ზარბაზანი ესროლოს კეტი დაარტყა და თავის შესწიროს თქვა მე ექიმი ვარ თქვა და მედიცინაში ორი გზაა თქვა კურნალობის თქვა ერთი არის თქვა კონსერვატორული ჰუმანური თერაპიული და მეორე არის რადიკალური გადავედა ქირურგიული თქვა ახლა სადისტი უნდა იყოს ის ექიმი თქვა რომელსაც შეუძლია თქვა მიაწოდოს ავადმყოფს აბი თქვა ტაბლეტი თქვა იმან დალიოს და აყოლოს ერთი ჭიქარა აბეგლავი წყალი მორჩეს ის ადამიანს რომ დაუსვას სკალპელი თქვა სისხლი ადინოს და რაზია მაგაზე საუბარ რასაკურველია ეს ჯობია თქვა მაგრამ მე დღეს თქვა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე წასული ოპოზიცია მაგონებს იმ ექიმ თერაპევტს თქვა რომელიც ავადმყოფს კურნალობს თქვა თერაპიული საშუალებით ხოლო ავადმყოფის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება თქვა ანუ ანტიეროვნული ანტიხალხური ხელისუფლება თქვა ხოლო სნეულება ძლიერდება ავადმყოფი ნელ-ნელა ხელიდან გვეცლება თქვა ხოლო ის ან თავისი უდინარობის თქვა ან პირადი ამბიციების გამო თქვა არ გადის გვერდზე არ მოუწოდებს ქირურგს თქვა და ასე დროს ისე შეიძლება მივიდეს რომ სნეულება ისე გაძლიერდეს ავადმყოფი ისე დასუსტდეს რომ ავადმყოფი ხელიდან გამოგვეცალოს თქვა და ამ დროს თქვა როგორც ექიმის პასუხისმგებლობის
ის დადგება თქვა სისხლის სამართლებრივი თქვა ასევე დადგება თქვენი თქვა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე წასული შეიძლება განადგურდეს მოისპოს საბოლოოდ ქართული გენი თქვა და თქვენი პასუხისმგებლობას დადგება როგორც პირდაპირ უცილობ მოღალატეების ქართული სახელმწიფოს ჩვენი გენის ჩვენი ჯიშისა და ჯილაგის თქვა გამი გერმილე რაც უთხარი ვთები რასაც ვიდახი კაცო ნუ მე არ ვიცი ახლა ვავიცი არა უსუბაშვილზე რა იმოქმედებდა მაგრამ გუბას გეთახმებით ბატონო თავი რო ჩახუდა ამიმატე რამოდენიმე მაგრამ უსუბაშვილი რო არ ინარგულდა ხო ხტები ახლა უსუბაშვილს აინტერესებს ქართული გენი და ჯიში და ჯილაგი ეს საერთოდ თურმე არც ამას აინტერესებდა ესეც თამაშობდა ახლა რაზია საუბარი ჩვენ ისეთი მწარე გამოცდილება გვაქვს რომ ვიცით რომ არც ძალა არც შესაძლებლობა რომ მართლა ძალადობრივად რაღაცას ვერაფრის და არ აქვს ამიტომაც ამისკენ მოწოდებას ხაპარი მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ერთადერთი აუცილებელია ხალხის კონსოლიდაცია და ეროვნული დაუმორჩილებლობა იმიტომ თუ ეს არ მოხდა თუ ჩვენ აქამდე არ მივედით გენაცვალე რომ ჩვენ თუ ეხლა ეს სიტუაცია დაუშვით დამთავრებულია გენაცვალე შეუქცევადი პროცესია ჩვენ ქართველები როგორც საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენელი შევწყვიტავთ არსებობდა ცალსახად უახლოეს მომავალში და სახელმწიფოს საქართველოს სახელმწიფოებრივი ნგრევა და ფიზიკური და ზნეობრივი გადაგვარება ერისა დასრულდება და შეუქცევადი გახდება აი ხო არის ბიოლოგიური სიკვდილი არაფერი აღარ უშველეს იმას ხო ეს ცალსახად ხდება ეს ცალსახად მოხდება ასე ჩვეულებრივად ეს რო არის გარეთ ასეთი რამე თუ მენახოს მე ახლა დღეს გუშინ მოусმინე რა ქვია ბიჭო ამას რა ქვია კაცო მე ძალიან მაგრად რო არ მომწონს ხალხი და რომ ეზისხება ხო იმის გვარსაც ხაინდრავა ხო რაც არის ეს არის ხაინდრავას გამოსვლა რაშია საქმეო 300 წელია არაბებია თუ 400 წელი არაბები იყვნენო და სად არიან ამ წუთას არაბები 300 წელი თურქები იყვნენ აჭარაშია და სად არიან ახლა თურქებია რა მოხდა მერე ხავიშტი კიდევ გასულაბა მოფიქრობ ახლა ეს როზის ახლა აცია ჩაულებრივად ხო ეს გონია რომ არის ქართველი ხაინდრავა და ამას ესვა მაგალითად ყიზილბაში სტანისამოსი ხო ყიზილბაში და ლაპარაკობდეს პასურად და თარგმნიდან ხალხი მივხვდებოდა რომ ეს არ არის ეს წერია ჩვეულებრივად მოდიალო ბიჭო ამას იყო მასეთი რაღაცა შეიძლება ვინ გითხრა რომ არ დაჭა აგერ ხო გითხარი 10 ტომი გადაგდოდა სწორედ ხალხად მოულება 100 მილიონი ვიქნებით ხო არა ვერ მოვიგე მაშინ ხალხი არ ებრძოდა ამას ეს კარგი იყო არ ებრძოდა კაცო არაბეთ საქართველოს მოსახლეობა არ ებრძოდა თურქეთ რას გეუბნება ამით ეს დეგენერატი ეს იმდეცი რას გეუბნება ვერ გავიგე თანაც მაშინ გარეშე მტერი გვებრძოდა და აქ თვითონ ჩვენი ხელისუფლება აკეთებს იგივეც ესეთი გარეწანი ამას ხალხის კატეგორია ხო არსებობს რომელიც უსმენ გამიგე ჩემოერმინე რაშია საქმე უსმენს ამას და მე რა მინდა რომ ითქაი და როიზახია ვაიმე შეეშალა შეაიმე ეს ხანიბალ ბარკა გაგიგონია ხო ვიცი პინჩი ხანიბალ ბარკა ნუ ყველაზე დიდი გენერალი მაგაზე დიდი ალყალყა კაცობრიობას ახლა სტალინი და ნაპოლეონი ყველაზე დიდი ხელმძღვანელად და როგორც ჯაი გენერალი გენერალი რა და კანის გოლის წინ მან უთხრა თავის სადლებს ჩვენი სამშობლოსო კართაგენის ყოფნა არ ყოფნა მთლიანად იმაზეა დამოკიდებულიო ჩვენ ხვალ გავიმარჯვებთ თუ დავმარცხდებით რომის ლეგიონებთან ამიტომაც ხვალო ნებისმიერი ყურადღების მოდუნება ან რაღაცა შეცდომის დაშვებაო რომელიც ჩვენ ოდნავ დაგვასუსტებსო და ეს ოდნავ გააძლიერებს კართაგენის პირდაპირი ღალატია უნდა დავარქვათ საკუთარი სახელები ხთები რასაც ვიდა ჩემოერმინე რასაც ვიდა აი მე შეეშალა ამას ეხლა ერთი რაღაცა მინდა მაგასთან ერთი რაღაცა მინდა 10 თქვა ნო
ერთი წუთი. შალვა, რაშია საქმე იცი? არა მარტო ხაინდრავა, აი უცნობიეროა ეს პატარა უმცროსი გრეჩი. გამოდის და იძახის, რომ მე ადრე მანჯავიძე კიდე. მანჯავიძე, გულაშვილი ესენი ხო არა მაქვს საუბარი ამ ბიონაგავ ხალხზე. უბრალოდ რაშია საქმე იცი? ესენი ამბობენ რომ იცო მე ადრე ხუმრობით თქვი და შემოგვიტრიალდა ეგ ყველაფერი რა. მართლა აგვიხდა რომ ესენი დაიწყებენ მალე აბოთვილელის მაგალითის მოყვანასულა. ბიჭო აბოთვილელი იყო ერთი. დანარჩენი იყო მილიონები. ქართლის ცხოვრებაში ძიმეთა აღწერილი არაბების ლაშქრობა. დაწყებული 120,000-იანი ლაშქრით. როდესაც დაიწყო ლაშქრობა და შემოწვა ციხენი ქართლისანი და ნუ მერე გადასვლა იქეთ არგვეთის ბრძოლები, მერე სამგალავნიანი ციხე-გოჯის აღება, რომლის აღებას თავის დროზე სახელებმა ვერ შეძლეს. მერე კელასურის კედლის გადალახვა, რომელიც იყო ნაშთი იმ ველიკაი აფხაზკაის წენას რო ეძახიან დიდი აფხაზური კედელი, იმის ნაშთი იყო დარჩენილი, მისი მიალებიდან დასათავად რო ქონდა თავის დროზე გაკეთებული ბიზანტიელებს შემორტყმული. ისიც აიღო, წუმიც აიღო და ბოლოს მიადგა ციხესა მათა ანაკოფიათა. ანუ იქ ქართველები და აფხაზები ერთად იყვნენ შეკრებილები, რომ ერთად ებრძოლათ და სხვათა შორის ძალიან საინტერესო მომენტია ისტორიაში, რომ ქართველებმა და აფხაზებმა ერთად შეერთებით ანაკოფიასთან დაამარცხეს ზუსტად მურმანყუ და სისხლდამტყვეული გაბრუნდა უკან. გაბრუნდა უკან და მერე გაიქცა იქ და იქ რა ქვია არაბთა ხალიფატში დაბრუნდა და მერე იქ ხალიფა გახდა კაცო და 6 წელი იყო კაცო 54-დან 60-მდე ხალიფა იყო მერე მოკლეს და ზუსტად გაიქნეს თავი მოჭრეს ენა ამოჭრეს და ძაღლებს მივიდეს შესაჭმელად კარგად შალვა სხვა რაღაცას დრო ცოტა გვაქვს ცოტა დარჩენილი და იმიტომ გაბრუნდა აომოაოხრა ფუხარისი დაანგრია 1000 უბედურება გააკეთა და გაბრუნდა იქ ხალიფა გახდა და საქმე რაში იყო იცი? საქმე ერთ რაღაცაში იყო. იქ ქართლის ცხოვრებაში ძალიან მძიმეთაა აღწერილი ქართველთა ყოფა. და იქ არის ერთი ძალიან საშინელი მომენტი აღწერილი. დამონებულ ხალხში, დამონებულ ტერიტორიებზე როგორი ბედი ქონდა ქართველ ქალებს, რომლებსაც ნახევარი შვილები არაბები ყავდა და ნახევარი შვილები ქართველები. ძალიან მძიმე და სამარცხვინო მომენტი არის, გაიგე, აი დარჩენილი. და მე ვამბობ, აი ვამტკიცებ, აგერ ერთი წერს კიდე რაღაცას, ამასაც მინდა ვთქვი, მე ვამტკიცებ რეალურად ამას, რომ ამ დამპალ ხალხს, ვინც გამправებლები არის, ზუსტად მათი სისხლი აქვს დღემდე მოყოლებული. და ბევრი დღეს გადარჩენილი და ცოცხალი, ბევრის წინაპარი იყო ლაჩარი და ლაჩრობით გადაირჩინა თავი ყველა ომს რო დაემალა. აი ეს კატეგორია არიან ძირითადად რო იგიჟებენ თავს, აქ ერთი გვიწერს თქვენ რუსებო და უწერია სახელად ოროველა. ესეც ოროველა უწერია სახელად ერთ რაღაცის თქვა მინდა. რაშია საქმე იცი, ჩემო ოროველა, მაგას რო წერ, ხო? შენ ოროველაც არ იცი რას ნიშნავს, რომ დაგიწერია თავზე. კიმერიელთა შემოსევის დროს დარჩა ოროველა ქართულ ენაში. ოროველა იყო კიმერიელების მოსავლიანობის ღმერთი. ოროველა შენც ისეთი ნაბიჯვარი ხარ, ეთქობა ან არაბების, ან კიმერიელების დაწერილი, რომელიც დამდგარ ხარ აქ. ჩვენ გვასწავლი ჭუას, რომ არაბიზაცია რა პრობლემა წადი, ვიზიკო, წადით ბატონო, ვისაც გინდა წადით ამ ქვეყნიდან. გინდა არაბეთში წადით, გინდა ევროპაში წადით, გინდა რუსეთში წადით, მამიჩემის მამასთან წადით და იარეთ. და ძალიან საინტერესო მომენტი არის ამდენი იმ ზუსტად იმ არაბთა შემოსევის დროს, როდესაც მთელი ქართველი ერი სისხლის ბოლო წვეთამდე წინააღმდეგებოდა, მარტო ადამიანი კი არა, ბუნებაც კი აღუდგა წინააღმდეგ და სამეგრელოში აბაშის და ცხენისწყლის პირას დაბანაკებულ ლაშქარს თავს დაატყდა უზარმაზარი, ესე იგი ნალექი, წვიმა და ადიდებულმა აბაშის წყალმა წარეკა 25,000 ეთიოპიელი. ბუნებაც კი ეხმარებოდა ამდენი სისხლის და ამდენი უბედურების მერე ქართველებს, აი ქართველების და ქრისტიანების ამოწყვეტისთვის რო პასუხი გაეცა. დადი ახლა
შემოებული შენ უბრალოდ მითხარი რომ შედარებითო შევიწროებულათო თორე ასე აშოტ კუროპალაძეც რამდენიო არაბებს მაგაზე მთელი ისტორიები შეიძლება და მოგონი იყო მაგრამ ვერ მოვასწრებდით კიდევ ახლა კაი გავანებოთ ერთუთას თავი და რამ გამოიწვია თავიდან რომ დავიწყე ჩემი ასეთი ოროველა და ჩვენ რუსები გავიგე ჩელიაბინსკი დავართ ხო მედაშე ხო აი გიგეთ რაც არია ეს არის და რა გამოიწვია ჩემი ასეთი ის ახლა ბათუმში ხო ვიყავ კაცო გონიოში ჩასული მე ძალიან დამთგუნა ბათუმში სიტუაციამ განამარტო ის რომ დავინახე რომ უკვე იქ ჩაულებრივად ცალაჟორის შენთან რო ჩაერთო მაშინ ბათუმელი ჩვენი შინაური მეანდროს ორი ზახოდი სამხედროები გავაბრუნე უკან სამუთები მივეჭი ჩემი სანასამთავროებების რა ვარც იქ და თორე ყრიდენ იქიდან აუ და იყო თელიაბა მაგრამ ნუ რაც იყო ის იყო ახლა იმას შეჩვეული ვიყავი მე უბრალოდ უკვე გზაში მითხრეს მე სანამ ნახავდი უკვე ჩვენ შინაურებს ერთი 50-100 ადამიანს ველაპარაკე და მე რომ ვიძახი ყველა შეწუხებული ყველა შეწუნებული და ერთი ადამიანი არ გასულა რომ რამენერად პროტესტი იქ დაეფიქსირებია და გაგონილ სიდახოდენ გონია უკვე სამ კაი რა 78 წლის კაცი ჩამოვედია ერთხელ რა შეგიძლია გახვიდე და რაღაცი პროტესტი მაგრამ აი ამას დავანებოთ თავი. იქ მეორე ლოკაცია ხო იყო კიდე შემოერმილე. სადაც მე არ ველოდი რომ რაღაც სასწაულს ნახავდი რომ მე რაღაც ეს კაროჩე ამბასადორი რო აშენებს ეს ამ თითქოს სასტუმროებს და იმას ამ ბენზე ბაცხანის იმაში მაგრამ მაინც რა გაიჩავედი გავედი იქაც. ეს პანკულების შენება რო ხდებოდა. როდეს აი დამბუნა ერთ-ერთი ყველაზე მივდივარ მე შინაურები მყავდა მაგ ბაში გამოსახლება რო იყო 15 ოჯახის იქ მეხმარებოდნენ იქაურები ხო და ხო მივედი და ბიჭო მე გაგრაში როდესაც ცხოვრობდი ყოველთვის ხოდა გაგრელეთა რომ ხო არის ჩვენთან ლამაზი ადგილები მაგრამ ბათუმში ახლა მე ბათუმში დავიბადე გავიზარდე როდი ხარ ბენზედან დიდი ხარ თქვა ქალაქისკენ თქვა ბენზე მარცხანას რო გაივლი თქვა აი ეს საავტომობილო გზა ხო იყო დაახლოებით 10 მეტრი იყო თრატლიაში პირდაპირ ზღვა იწყებოდა და რამდენჯერ გამიჩერებია პირდაპირ 15 წამში უკვე ზღვაში ვიყავ აი ისეთი აი რაღაცა და ზუსტად იქ ხედავ ქართველი კაცი ჩვენზე ოდნა უმცროსი იქნებოდა მივდგარი რაღაცა ჩასფიქრებული და ახლა ხო მივედი ახლა ამასთან რატო ხარ გენაცვალე ასეთი დაბრუნებული თქო და გითხები და რა ვიცი გენაცვალეო აგერ ცხოვრობ მაგლაო ხოდახანშიო მე ზვას მოხედავდა ზვას კი ზვას ვერ ხედავ წესიერ კილომეტრია ზვა თაღლებით 800 მეტრში და აგერ არისო ასე ჭენჭელს ვისვრიდი კიდე მალეო აქ აღარ შეგვიშობენ რას რაღაც არ შეგიშობო ქართული კომპანია ხო ჩემი ძმა ხარო კაროჩო თუ ინტერესი გადავედი ახლა წავედი მივდივარ ვიღაცა ხდება ვიღაცა რაღაცას ხელს მიწევს მე აქედან უნდა უთხრა რომ ეს სანახევროდ ჩემია კაცო ეს ყველაფერი თანა ინვესტორი ვარ მე ამის მოზადებული ვარ ხო მივედი კაცო წინ მივდივარ ვიცით ქართული კომპანია აშენებს გადავედი და ის ხო არის აი კადრში დაბრუნდი კადრში ვერ ხედავ ხო დარაჯის იმას ხო მივახლოვდი ეს გამოვიდა უნდა გამეთვიდო მივედი და მეუდგა როგორ ახარ გენაცვალე რამე და ის რაღაცას მეუბნება ბადღაბუდგა რაღაცა რა ბადღაბუდგა ვიფიქრე რომ მე ხო არა მაგ მოჩვენებები უძახი ამ აქაური ვინც იყო იმას ეცოდა ეთქობა ცოტა თუ რას მელაპარაკებოდა თურქია ხაგე და ვაჩი ვეკითხები ამ გადამიტევ ხო ჩვენ აქა ვართო და მაგრამ როიცოდიო გურჯიაო ჩვენი უფროსი ხო მეუთხარ მე და ის გურჯი თან ისავართ კაცო პარტნიორები ვართ რა მე აქ მაინტერესებს თურქიო წავედი ესე იგი ხო ვიარეთ ზღვისკენ და გავიარეთ დაახლოებით 900 მეტრი მაინც ქართველი არც ერთი არ შემოხვედია ველა თურქი შემოხვდა თურქეთის ტერიტორიაზე მოხვდი ყველას რაღაცას ვეკითხები, ყველა რაღაცას პასუხობ, ბოლოს მივედით უკვე ნაპირზე, დავიღალე. გადაღებულიც გვაქვს, დავიღალე, თურქში ვარ.
მე ხო მეგონა აქ არაფერი არ იყო ხო და თურქეთშიო და ის ექსკავატორი დიდი ექსკავატორი ხრის და ყრის ამ ზღვაში ამ იმას რაღაცა აი ეს ბავშვი ყველაზე კაი პიროვნება წამოდა მე რა ვახარ გენაცვალე მე ვუდგარი მიდიხარ მივდივარ ბულგარეთისკენ გავდივარ არაო გახვალ კიდო თქვა და კიო ერთ რამდენზე გახვალდა ნუ და ამა გადამითარნე 300 მეტროზე კიდე ვაპირები გასვლა ეს კილომეტრაზე უნდა გევიდე დაახლოებით ხტები 1-3 კილომეტრის არავით ესე იქაც ჩოულებრივად აქო არაბები ესე უპატარლო ქორწილია სიძეც კი არსაჯას ერთმანეთს ეჯიბრებიან ესე იგი ჩოულებრივად როგორც დუბაიშია ისეთი კუნძულები თურქები მუშაობენ ამოვედით ყველა მანქანა სატვირთო მანქანა არის თურქული მაგრამ რამოდენიმე ესენი ძღოლი ნახეთ ქართველი ესე იგი ასეთ სპეციალისტები თურქებია ესე ხოთე იმენა განწირია და წარმოედგინე ქართველი ახლა ეს ბიჭი თანაც სამომშინაო მარი ორჯერ დაჭრილი რატო იომ ამ პიროვნება ხომ და შეეკითხო რომ თავის ულამაზეს ზღვას ეს პიროვნება ვეღარ დაინახავს ჩოდახანში ეს ახლა იმოქმედა ახლა ადამიანზე იმგამე უნდა ჩამეწერა შენ და იმოქმედა აი ამ ვაშკაცი აღარ იცოდა რა ეგ და სპასორნი რო იყოს რამე რო იყოს იარაღსაც ეიგებს ისეთი პიროვნება მაგრამ არ იცის დაბნეულია მარტო გზნობს თავს აი ჩამოვედით მერე თბილისში კაბე ახლა აი მე ასეთი რამე რაც მე ტაბახმელაში ნახე მე ავედი ტაბახმელაში კეგეთყო და დავითი ავედი ტაბახმელაში რატო ადრე ჩვენ აქ რაღაცები ქონდა სიტუაციები ჯერ კიდევ ნაციონალების დროს ავდიოდით იქ ძალიან ვაშკაცი შემართული ხალხს ვისნობდით შემდეგ ქოცების დასაწყისში ამ გამო მე და მამე ავდიოდით იქ რაღაცა სიტუაციები იყო ესეთი საერო სიტუაციები ძალიან ვაშკაცი ხალხი და ძალიან ისეთი რა ბიჭო ავდივარ ტაბახმელაში ხალხი ხუდგას რაღაცებს ვეკითხებით ხალხი არ პასუხობს ხალხი გაგვირდის რა ხდება ვერ გავიგე ვეკითხებით აქ ხო არ იცით შემთხვევით არ აიმე დედა 1 2 5 10 ყველა გარბის კაცო გარშე ვერ რა ხდება მე ერთი ქალი რაღაც იქნა ინახა ისეთი შენ შემოგევლეთ ბატონო თქვენ ახლა რაზე კით რა არაბების დასახლება ვინ გეტყვით აქ სიტყვასო აქ 37 წელი მოდაგონიაო ვინმე რამე როგი პასუხოდო ეთყობა დაინტერესებულიყავ სამსახურს ვინ მიაკარებს რამე ესე იგი ეს ვაშკაცი სოფელი დადგუნული გაუბედურებული სასწავლი და აქო ხალხია თუ გინდა შეეკითხეთ კიდევაცო რო შეეკითხოთ თუ რა სიცილით მოგდებიან საშიშიცაო და დავინახე ერთი მანქანაში ზის ივედი მეუთხარი გენაცვალე გამარჯობა მიგვასწავლეთ მეუთხარი აქ იმის გზა მეუთხარი შავნაბადას გზაზე არაბული რა არაბულიო აქ რა უნდა არაბებს საერთოდ და მივხვდი უკვე რა აი ხარე ბოდიში ალბათ სპასოფელში მოვხვდით აგერ რა ვარც იქნა ნახეთ ნორმალური წესიერი ხალხი უმუშევარი გაუბედურებული წაგვიყვანეს კოჯრის ტყე გავიარეთ დედა რა ჰავა გავედით ესე იგი რო გვაჩვენა რაები აქვს ნაყიდი არაბებს თვალი ვერ გაწდება ასობით ჰექტარი შემდეგ ჩამოვედით, წავედით იმ ტაბახმელაზე, სადაც ადრე ვიყავით, ერთი 8 წლის წინათ რო წასული 2 იქაური რო გვახდა. იქ ერთი სამჯერ მეტი ტერიტორია, 8-9000 ჰექტარია გაყიდული. შემდეგ წამოვედით კუმისის სპისკენ. იქ გარშემო ყველაფერი გაყიდული. მოკლედ, ახლა რო არ მოგატყუო, თბილისში ხობი ჩალვა რეიკი. მოჩვენება რო დარბოდა, კუმისელი მოჩვენება დარბისო, ხარ შეგვედრია კუმისზე. აგი დააშინეს ხალხი დაცალეს ტერიტორია და გაყიდეს ხო და მოკლედ კანოჩე თბილისის მაღლა ხო ხედავ ზოლი თლიანად ალყაშია არაბების თლიანად თბილისის მაღლა მხარე არაბებს აქ დაყიდი ხო და ახლა იქიდან შენც უკვე მერე ქეთავწერეთ მე აი სიცხვილი არის ხო სიცხვილია განა არ არის განაცვალე სიცხვილი რომ რუსთავში კაცი ცხოვრობდით რომ ჩვენ ცხოვრებაში წანიშის ნაგზავში არ ვარ ნაყოფი მე ახლა წეს და ბუნებით ვერ გამაკვირება რო წამოვედი და რო შემოვედი და რო შევედით ქედი გელაპარაკე შენი
შენი თანამებობულეს მაგარი ვაჟკაცი ხალხი არიან ბიჭო ჯერ კიდევ ხალხი გეუბნებიან ხალხის კატეგორია აი პატარა დატენწყალი უნდა და გააფრენ რა ისი არიან და მე სილამაზე ჯერდი 155 სახეობის ხელმძღვანელია ფრინველების რაღაცა ათეულობით და ცხოველებს რო შევედი მივდივარ ავსკედავ ამას ასეთი სილამაზე დახატული ორი ქალაქის ფილტრები ჩვეულებრივად ეს სადმო მიფიქრე თანაც რაღაცას ბიჭო 700 ნული რაზე დაგწება 795 წამისი ბრძოლა არ მოხდა კაცო იქვე 795 და ეცკე ბევრად დიდია ხო შემდეგ თბილისი იყო აღამახანდა ხალხი ამოწყვიდა 10000 თქვენ ამ დღეს არ შეეხო არც გადაწვა არც აჩეხა ეგეთი რასაც ვერ რა დედა ბიჭო ვინ მიცად ამის უბრალოდ ამბავი გამეწარი საგიცხარი აი როგორ გიქა ებილე რა მოგალატე ვის მოგალატე პირდაპირ მტრები არიან ესე მე პირდაპირ ვიძახი უბრალოდ ძალა არა თორე მტრები ძალიან მტრები ასე როგორ აი მე ხონდა საუბარი გავიგე რომ ქართველები არ ხართ გავიგე რომ არ გაინტერესებს ქართველები მაგრამ ამდონეზე რა დაგიშავეთ კაცო ბოლო გვერდი ჯუნის ამე დაგიშავეთ ასე რატო გწირავენ ასე რატო ვეზიზღებით რატო ეზიზღებათ ქართული მიწა ქართული გენი ქართველი ერი რა უნდა მარტო უცხო პლანეტელები ხო არ არიან ეს პატრონოები არა როგორც მე ვთქვი ისია ქართველი ხალის ხელში გაჩენილი არაბის ნაბიჯურები არიან და მორჩი всё ისტორიიდან დარჩენილი დამთავრდა ερμილე მე ჩვენ ვილაპარაკეთ რაღაც მე გამოსავალი იშვიათ ახლა ერთის და იმე რა ისიც საპატრიარქოსთან იყო რამოდენიმე ადამიანი და რამოდენიმე რაღაცა მისი საერთოდ მინდა ვარ აგერ მინდა კომენტარს მინდა გავცე პასუხი აგერ შემოვიდა კიდე ერთი არაბის ნაბიჯვარი და ეს ურა პატრიოტები ვინ არიან ხო დედაშენი აი ასეთი საყვარელი ხალხი როგორ აი იმენა კონსტიტუცია ვერ გაი პატარა რო იყოს ეს პიროვნება ბროშკასავი დევიკიდებდი გულზე რა მე ვიყო რა ადამიანი აი რა უნდა გასიჩო თავის დროზე ისე რო იცოდე ხო ჩემო კარგო აი ეს ადამიანია წესით დედას უნდა ეთქვა შენთვის შეიძლება შვილიც ახარ მის შალვა ერთი კითხვა მაქვს აი ყველაფერს რო აი საერთოდ ურა პატრიოტების აზრი თუ იცის ამ პიროვნება მოგეუბნები გამოვიდა ეხლა და გველაპარაკება უცნობის ენით რაც მე თავში გეგენ დაიწყებენ აბოთმილელი არაბი არისო შედედამოწნულო აბოთმილელი იყო ერთი მურმანყრუ აბულკასიმი ბუღათურკი მისი ამირები და მისი 1000 რჯული და ჯიში იყო 120.000-იანი ლაშქარი 30.000-იანი ლაშქარი და 40.000-იანი და ასე შემდეგ და რო იცოდე ისე აბოთმილელი რო გახდა ქრისტიანი და ერთი წუთი რო გაქართველდა გამართლმადიდებლება საერთოდ გაქართველებას ეძახდნენ ადრე მაგ შენმა საყვარელმა არაბებმა აწამეს და მაშინ რა ქვია ჩააგდეს ცეცხლით מחვილით უბედრობით და ჩააგდეს მე მთვარში იმ შენმა არაბებმა თქვენ რო უძრებით ერთ ადგილას გეიგი ახლა რა პირველ მოწამედა ევსტაკიცხადელი იმადელები იყვნენ კაცო რა ბიჭო შუშანიკი ცოლები რაზია საუბარი არა შემოვიდა ეს კოცი ბრძენი კოცი ალბათ ამასაც რაღაცას ჩაუგდებენ რა ხო გეუბნები კაცო დედაშენ თავის დროზე დედაშენთან მეგობრობდა ბატონი შალვა თავის დროზე და მე ვერა იმიტომ რომ ახალგაზრდა ვარ და შეიძლება შვილიც ახარ ნის მაგრამ მეტი არა ჩემი გენი ამოხეთქავდა ამ სულელურ კითხვას არ დასვან გეიგი ახლა ვინა ვართ რაში გამოიხადება ჩვენი ურა პატრიოტიზმი ამიხსენით რომ აუხსნათ რა აი გავიყიდე აი რაღაცა ზედმეც ვიძახი დანაშაულია სამშობლოს სიყვარული მე უბრალოდ მინდა რომ აცო ბოდიში რა შეშემოგევლე რა ორი სიტყვა მინდა რომ თქვა აი არ არსებობს სოფლიოში არც ერთი თუ ახლა ევროპელია თუ შიგ ევროპელია ევროპე სოფლიოს ისტორიაში არ დარჩენილა არც გენიოსი და გამოჩენილი მოღვაწე რომელსაც სამშობლოს სიყვარულზე არ ეთქვას თავისი აზრი
ვისაც სამშობლო არ უყვარს, მას არავის და არაფრის სიყვარული არ შეუძლიაო. ჯორჯ ბაირონის სიტყვებია. სამშობლო ერთადერთია, რაც აერთიანებს ყველაფერს, რაც ყველასათვის ძვირფასიაო. ტულიო ციცერონი, ევერესტია წერტყოლობის. სამშობლოს სიყვარული ცივილიზებული ადამიანის უპირველესი მოვალეობაო. ეს უკვე ნათქვამია ნაპოლეონ ბონაპარტის. ებრაელების შეიძლება ებრაელი ხარ. და ებრაელების ერთ-ერთი უმთავრესი წერალი კრონბერნე სამშობლოს სიყვარულს საფეხურები არ გააჩნია. ვინც ყველაფერს არ აკეთებს, მისთვის ის არაფერს არ აკეთებს, ვინც ყველაფერს მას არ უძღვნის, ის ყველაფერზე არ შეუგდება. მასო ვერ გავიგე, რა დავაშავეთ, რომ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს. დამნაშავე ვართ მაგის გამო გენეცვალე. ალბათ მეწოდე, დედის საფლავს თვითონ თუ არ მეწოდებოდი. მეტი რა გითხრა რა. ჩვეულებრივი, ამა შენ ვიდრე ქართული სახელი გაქვს, გვარი გაქვს, მაგრამ სინამდვილეში შენ უნდა გეცვას, რა ვიცი მე, ეს საჭურისების შაჰაბასტა, საჭურის არ მინდა რა საერთოდ მე მაგალითად ვერ გაგცემ ჩემნაირად. ემილი ახალგაზრდა აქ მაგისტრები და თუ შეიძლება მე გავცემ რა შენ ახლა ხარ ძველი თაობის ნელი გრუზინი გადმონაშთი საერთოდ რუსი ხარ პირჯვარს რო იწერ ქრისტიანი რო ხარ ხო და მომისმინე ჩემო ძმაო შენ ახლა მე ამას რუსი ხარო რუსი ხარ ხო პირჯვარს რო იწერ რუსი ხარ მომისმინე ახლა მომისმინე შენ ჩემო ძმაო მე რას გეტყვიცი შენ რა კატეგორიასთან აქვს საქმე კიდევ ვერ ხვდები ესენი რა ხალხია იცი შენ როდესაც ამბობ სიტყვა სამშობლოს ამათვის ეს სიტყვა გაუგებარია იმიტომ რომ სამშობლო არის იქ არის ემოციური განმარტება და სადაც კარგად გრძნობენ თავს იქა მაგათი სამშობლო აი ბრატოსო როძინა там брат где жопа теплее ეგე ეხლა მე ვიხედო ამათვის ერი არ არსებობს ამათვის არსებობს ელექტრო აიგე ამათვის სამოქალაქო საზოგადოება ამათვის ეროვნება ეს დრომოჭმული ბნელი გრუზინული რაღაცა არის ამათვის არის თავი მოქალაქეობა და ამათვის სამშობლოს გაკიდვა არ არსებობს გაიგე ამათვის არსებობს ინვესტიცია ხო და ახლა როდესაც შენ ასეთ ბიომასას ელაპარაკები აი ესეთი შეგონი ამისთვის რამეს ნიშნა გუგლია რა ამით ჩვენ ინვესტიციას ოროველა აწრიალებულა თურმე სუფთა ქართულში კარგად ჩაეძიე კარ სიმღერაცა ოროველა მაგრამ ფაისთვის აიდან აქვს ხო აი იქ ჩაეძიე იქ ემართლა ოროველა შენ კიმერიელის ნაბიჭვარო დარჩენილი ვეი შენ პატრონ შენსა გაჭირებას რა უთხრა თუ არა ასეთი ტიპები 1-2 ქართველკაც როგორ უნდა ყავდეს ბაღში გასართობად გაშვებულია გასართობად დაგუგიდებდე შალვა რა შეიძლება ღმერთს და რწმენას ღმერთი და რწმენა ამათვის არის რა იცი და საყვარლები არიან რა ბრული ხო და აი არის საქმე რა და ქალბატონო თქვენ ეს ხალხი რომ მოусმინებ ჯერა რომ საქართველოს გადაშენება არ უწერია ეს მაგარი ხალხია აი გინდა ეს ოროველა გამოათრიე დნმ აუღე თუ გინდა ეს ღვინდრავა გამოიღე და ებას დნმ აუღე თუ გინდა ეს უცნობი გამოათრიე ის მანჯავიძე ესე ვინც ამაზე აპრავებენ და ბიჭო რა არის იცი ვისაც აი ხალხზე თმები არ უდგება იცი ესეთ იმაზე რა ქვია სამშობლოს მაგალითად რაზე გითხრა ხო აი რაღაცას ქართულს რო გაიგონებ ხო აი ჰამლეთ გონაშვილის სიმღერას რო გავიგონებ ბიჭო რაღაცნაირად ესე ბურძგლი ამდის ტანზე გაიგე ერთი სიხარ რა გარო დენი ამათ არ უნდა ამათ ესენი რო ამათ ეს არაფერს არ ნიშნავს ხო ერთი შენ ხარ 15%-იანი ქართველი და მეორე სააკაშვილი კიდო ქართველი კი არა ამათ 23 წელი ქრომოსომა ესენი შეიძლება ადამიანებიც არის რო იცოთ არ ვიცი ახლა მაგით საკითხავია
მე მართლა უკვე მეშინია რომ ესეთი კატეგორია მართლა უცხო პლანეტელები არიან ძმაო ჩვენი თვალის დასაკრავად აქვს თქვენი გადაფარებული ადამიანის ისი არიან საცეცებიანი მარწუხებიანი ურჩხულები კიდო კაირო ლაპარაკობენ თორა შეიძლება ახლოში რომ გადეიზრო კანი გამოუშვან საცეცები მურწუხები რა ვიცი კიდო რა ამათ ანატომიაში ნამდვილად არავარ გარკვეული და დამგვლიჯონ ამადგან სხვა რამე შეიძლება რა დავაშავეთ ახლა რა ვთქვით ისეთი რომ ამათ შეურაცხმო მივაყენეთ ამათ რა ჭირთ იცი აი ეხლა ერთი რაღაცა მითხრა თქვა აი შეხედე პირჯვარს რო იწერო რუსო და ეგიო ვამბირებ ასე ჯვარს რო აჩვენებენ გაიგე და ასე რო იკლაკნებიან როგორც კი უხსენებ სინათლეზე რომ ცუდაფლებია რო იწვევია სინათლეზე ხო იცი ვამბირები აი ეს კატეგორია არის ხო ამას რო უჩვენებ ჯვარში ბნელ რუსეთუმე გრუზიდოში ასე თუ შეიძლება აუ ახლა ამა ჯინზე ერმილე 2-3 წუთი მომაყოლე ამა ჯინზე მინდა მოვყვეს ზუსტად რუსებზე ესე ჩელიაბინსკში ვარ წელიწადში ერთხელ ახლა არ ვიცი რო იძახიან რა ქრისტიანობა რუსეთთან წელიწადში ერთხელ ჩელიაბინსკში კრასნაია ოზერუ არის ასეთი წელიწადში ერთხელ მიდის ხატწამწანება ატამან დუტოვის სასწავლმოქმედი ღვთისმშობლის ხატის მე ჩვენ სადაც ახლოდან წავედით კიდევ 42 კილომეტრი ვიარეთ ფეხით ნუ მე მიმიტანეს სისხლებში თავიდან ბოლომდე მე კრასნაია წითელი ასეთი არის ისა ოზერო რა ქვია იმას ტბა იმას შემოვლი იქ ხატები ქვევით გაძრობა ავიცი თელი ამბები აი სხვა კაროჩე სამგდელოება მიტროპოლიტი იყო იობი მოსული ძველი 24-ით ძველი სავეცკი ხო ძველი 24-ით მოსული იყო კაცი და ეგ და ტერიტორია საქართველოზე მოვადიდია მრევლი დაახლოებით იმდენი ვეყავს ხო და მე აკურთხებს ამ იმას და ჩავხდი ჩიგნით დავიბადე უკან ფეხით ვეღარ წამოვედი წამომიხეს შემდეგ რა ხდება ამ ადგილას ყოველ წელიწადს ხდება 100,000 კაცი იყო ხო გაგიგონია მაუგლიში ვაჯენოე პირიმირიე ერთმანეთს რო არა ხდება რომ წაცებელმა და ესე იქ ძებნილი როდეინახოს პოლიციელმა ვერ იჭირავს ახლა მე ამიძახი კაცო სამიმდევრობა თუ არ ხო ხდები აი უბრალო რამე ისეთზე რა რომ ქალაქში როდეიჭერდა იმდენად წმინდა ადგილად ითვლება ჩამოვედი ჩელიაბინსკში 5 წუთში ვნახე ეს მიტროპოლიტი 5 წუთში არქიმანდრიტთან საათები მოგიწერა აცმა იტირა ეს რა გავაკეთეთო თქვენო რა უფლები დაგესკით თავზე მე ვამშვიდობდი არა ყველაფერში შეიძლება არ შემიყავით არაო ჩვენო ბევრი ვართ ჩვენო ზამეტი გვაქვს ჩვენო სერაფიმე საროველმა ხო იციდო რა გიქნებო ქართველების წინააღმდეგ როგორც კი წახვანდა მაგათ აწედიეთ განადგურებული ხართ კაცი ტიროდა მიკროპოლიტიკაცი და დაუჩემებია ჩელიაბინსკი იცი ან საერთოდ ლაზელაპარაკობენ ეს პატრონ ერთხელ ხატწამწამებაში მონაწილეობა მიგიღია შეუპატრონო ვიღაცა მინდა რაღაცები აღარ მინდა არაფერს აი არის რაღაც უნდა მოვიფიქრო ერმილე ერთადერთი ხო გითხარი საპატრიარქოს ახლა შენ იცი რომ მე ჯულის კანონში კითხვა მაგის დასვა მინდოდა მაგ კითხვის დასვა მინდა რა თუ ჩემი ძმა ხარ ერთი წუთი მართალი მე კითხვა მინდა დაგისვა ყველა წერს აქ ერთი და იგივე ერშიც არის ეს განცდა გაჩენილი ბევრი კითხვა ისმება ძალიან ბევრი ადამიანი პასუხს ვერ ღებულობს არ მინდა ეხლა გამправებლებზე მე არა მაქვს ლაპარაკი ჩემი დამოკიდებულება ამათთან დიდი ხანია გარკვეული მაქვს ყველაფერი მაგრამ არ შეიძლება ასე იცი არ შეიძლება ჩემო უფროსო მეგობარო ჩემო ტკბილო მეგობარო ქვეყანაში არსებული ყველაზე ძლიერი ინსტიტუცია რომელი ინსტიტუციაც არის საქართველოს საპატრიარქო რომელიც არის რა ვიცი თუნდაც
თუნდაც ასე ავიღოთ და ფორმალურად უკვე დარჩენილი ქართველი ერის სულიერების ყოველ შემთხვევაში პასუხისმგებელია ამ ყველაფერს. სული სიწმინდი და ზნეობის სისპეტაკი სადარაჯოზე უნდა იყოს, ესაა მაგის ერთადერთი ფუნქცია. ქრისტეს რჯულის დამცველები უნდა იყვნენ. აქ სხვაზე არაფერი მეტი მოვალეობა სასულიერო პირს არაფერი არ გააჩნია. მე მაგ ერთი ძმურად ეს კითხვა გამაჩნია შენთან, იმიტომ რომ შენ შემოძმო წინვალეთიცი ბიბლიაც, რჯულის კანონიც, რუსურნისის კრებაც ყველაფერი. ხლა რათა დამკვიდრებული საქართველოში ესეთი რაღაცა რომ თუ რამეს იტყვი, მოგაწერებენ ან რუსეთუმეს, ან ლიბერას, ან ეკლესიის წერს, ან წვენის წერს. მე კარგავ სამშობლოს. და მე სანამ სამშობლოს დავგავდე, სანამ პირდაპირ ვიტყვი რა. სანამ იარაღს მოკიდებდე ხელს ბოლო და უკანასკნელად ჩემ ცხოვრებაში. როცა დადგება ამის მომენტი. იმიტომ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ ადრე თუ გვიან. ადრე ჩემი სამშობლო იქნება იარაღით გადასარჩენი. ან გავწდებით, რაც დავჩებით, ან გადავტეხავთ ამას და გავიდეთ. მანამდე მინდა ყველა კითხვაზე იყოს პასუხი დაცემული ყველა ინსტიტუცია. გასაგებია, ყავს მთავრობა და ქოცები, რომელსაც ყავს ოჩოპინტრე ბელადი, რომლის დასმულმაც თქვა რომ მან არ იცის ეროვნული ცნობიერება რა არის, სულ ფეხებზე კიდია ყველაფერი, ამიტომ ეროვნული ცნობიერება საშიშად მიაჩნია და გაყიდა ქვეყანა და ყიდის. გასაგებია. ოპოზიციები, გამправებლები, ესენი ყველა გავიდა. ეხლა დარჩა ერთადერთი ოფიციალური ინსტიტუცია ქვეყანაში, რომელიც ვალდებულია პირდაპირ მოვალეობა, პირდაპირ. გამოვიდეს, გააკეთოს განცხადება, გამოაცხადოს მისი დამოკიდებულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ქვეყანაში ესეთი მდგომარეობა არის და გაგვაგებიოს ბოლო-ბოლო. მაშინ გავიგეთ დავით გარეჯის დროს რა რეაქციაც დააფიქსირა ჩვენმა ძმამ და მეგობარმა ჯაღმაიძემ, ჩვენი გვიყავით შეკრებილი და გარეთაც არავინ არ გამოგვხედა. მაგრამ აი ახლა ამ ეტაპზე. გამოვიდეს და რატო არ გამოდის საპატრიარქო და გაცეს ერთ პასუხი. თუ ეს ინსტიტუცია დამთავრდება საქართველოში, მე პირადად ვიტყვი ერთ რაღაცას. ჩემი ქვეყანა აუცილებლად ჩავარდება ქაოსში, უბედურებაში, შედარეულობაში. მე ვიტყვი ერთ რაღაცას, ამათ არაბები არ იციან ახალს. ესენი არის უსასტიკესი ადამიანები. მე როდესაც ერაყში მსახურობდი, არაბებთან მქონდა შეხება, მე გეტყვი ერთ ტრაგიკულ ისტორიას მოგიყვები, როდესაც ჯერ ერთი მშობელი მოვიდა და მეორე შვილი მოიყვანა, მე ისევ ეს მშობელი მოვიდა, მეორე ბავშვი მოიყვანა, მე მესამე. ესეთი ფაქტი განმეორდა 3-4 ჯერ და ვერ გავიგეთ რა ხდებოდა ესეთი რაღაცა და თარჯიმანმა გვითხრა თქვენ ვერ ხდებით აქ რაშია საქმე. კაც 4 ცოლი ყავს. 4-ვესთან სხვადასხვა შვილები ყავსო რა, 4-ვედან, ხო? ქალები ერთმანეთს რო გაბრაზდებიანო, ერთმანეთის შვილებს მდუღარე წყლით წავენო. აღმოსავლეთი ეს არის ადგილი, სადაც არავინ და ვერავინ შენ სისუსტეს ვერ აიტანს და სისუსტეს ჩაითვლება ყოველგვარი პასუხის გაუცემლობა ნებისმიერ რამეზე. ამიტომ სანამ ეს უბედურებები მოხდებოდეს, მე მინდა ვიცოდე ყველაფერი, ვის რა პოზიციაზე რატო არიღებს ხმას. მე გისვამ კითხვას შალვა შენ. მე იცი ჩემი რადიკალური დამოკიდებულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუ შეიძლება გავაკეთო. თუნდაც თეორიის რატოა დუმილში დღემდე საპატრიარქო. ელმიდე, ამაზე რომ შენ მე პასუხი გაგცემ, ამიტომაც ერთადერთი რამ მე ხო გაიგონია ასეთი სიტყვები, რომ я сделаю предложение, от которого нельзя отказаться. არ შეიძლება ისეთ წინადადებას მივცემო, რომელზეც ვარი ვერ უნდა ვთქვა. მე თუ მომექცა შესაძლებლობა, შენ გინახია მე რომ მიმართია ეკლესიის საფურებზე და შენ იმის მოსწრებად რომ პასუხი ვერ გაუწიათ ეს სიტუაციები, იმიტომ რომ საერთოდ როდესაც საპატრიარქოსთან მიდიხარ და პრეტენზიას უყურებ, აი ჯურის კანონი მეტაკლებად კარგად უნდა იცოდე, ყოველ შემთხვევაში იმაზე ნაკლებად არ უნდა იცოდე, ვინც შეიძლება გამოვიდეს და პასუხის გაცემა მოგიწევს. მაგ შენ იცი ერმენ და მაგის პრობლემა ნამდვილად არ აქვს. თუნდაც შიგნით დღეს თუ სინოდის ხტომა არ მოხდა მოწვეული, კაცრი პოზიცია არ მოხდა ამის შესახებ, რომ ეს არის ქვეყნის
გენის, ერის, ჯიჩის, ჯილაგის, ქრისტიანების და საერთოდ ადამიანურობის საწინააღმდეგო ქმედება ამ არაბული ქალაქების და ეს არ დააფიქსირა საპატრიარქომ და დიდ პატარიანა გარეთ არ გამოიშალა და ერთ წინარ წაუძღვა მაშინ საპატრიარქო ძმაო თავიდან ბოლომდე ბნელეთის ძალების სამსახურშია და მე ერთხელ გავაკეთოთ შეიძლება ზამენერად აქცია გამოვიდე გველაპარაკო შეგვიყვანო აგვიხსნა მაგათი დუმილი რას ნიშნავს ასე დროს შევახსენებ მარადის ბრძოლის დროს ორი ეპისკოპოსი ხარჭაშნელი და რუსები ხელში იარაღი ხელში ბრძოლის ველზე დაეცეთ შევახსენებ გიორგი ჭონდიდელის გამოსამშვიდებლობის სიტყვას გონებ გეკო მარხვილის ხდება 75 ჭრილობა თან მიგავს ერთთან ომებ ბრძოლებში მიგებულია და უამრავ მაგალითს მოუყვანთ ისტორიულ მაგალითს და გავჩენ უნდა პასუხი იმიტომ ასეთ რამეზე სიჩუმე უკვე ვერაფრით ვეღარ აიხსნება ვერაფრით ვეღარ გამართება და ნუ ეს არის ბოლო ვარიანტი უკვე განა ლუსტრაციაზე არ არის საუბარი აქ არის უკვე გასაგები ხანდახან რაიმე ბიჭო ამაზე მეტი რა უნდა მეთქვა ერთხელ მოგიყევი მე შენ შალაბერიძე გიორგი მიტროპოლიტი ნიკოლა ბიჭო უში კი არ უცი ასეთია რატომ იძახე ბიჭო ხალხში რა გამანებე შალვა თავიო თერჯოლის დაიმით რაზე მელარაკებიო რა გიძდა ბიჭო სინოდის ხდება დამთავრდა მოვიდა მიტროპოლიტიო გარშემო მიტროპოლიტებიზია და პირდაპირ ხმამაგო მითხრაო მიტროპოლიტი მეუბნება რომ მე 7-ია კვალიფიკაციაში და დაგვანებე გიორგი თავი არ შევჭამი ამ ღმერთზე ლაპარაკით რაღაც დროის ღმერთზე ხომაზე მეტი რაღა უნდა ითქვას მაგრამ მაინც ხوارი ერთის ბოლოჯერ მისვლა და თქმა საჭირო აღვიხსენი ძმაო რა ხდება საქართველოს ისტორიაში მსგავსი საშიშროება საქართველოს არასოდეს დამუქრებია Alla danacız verdik danacız satmaz ilk ütündü oğlum patara bakma kaçırımını siçiniz montabiya Erdi orası samasi koçi roşevi kribot bir videoda ukrat da rameda iseti didir juris kanonit რომელსაც წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა იმიტომ პირდაპირ აეფარება წინ უფლის მაცხოვრის სიტყვები მაგით უნდა გავუკეთოთ ისეთი მოთხოვნა რომ უარი ვეღარ მოკლედია უბრალოდ კი ბატონო მეც ხარი იმიტომ ამას თავს რავინ არ იღებს ყველა ვიღაცისგან დავალებულია ვიღაცას უფლებას აძლევენ ვიღაცას უფლებას არ აძლევენ ამიტომ მე ვფიქრობ ესაა ერთადერთი გამოსავალი ქართველმა ერმა უნდა ითოდეს პასუხი საპატრიარქოდან არის ის ხალხის გვერდით არის ის ერის გვერდით თუ ისინი არიან ეშმაკ მე ვამბობ ამას რატო ისი გუშინ წინ ძმაო რუსთაველზე იყო გამოფენა გაყიდული საქართველოსი იქ ძმაო გადაღმა არის რა ქვია ქაშვეთის ეკლესია სადაც პირდაპირ გამოფენაზე იყო 137 მილიონი კვადრატული მეტრი ქართული მიწა გაყიდული და არც ერთი სასულიერო პირი არ გადმოსულა არავის თავი არ შეუწყებია ბიჭო 137 მილიონი კვადრატული მეტრი ქართული მიწა ερμილე გედოფლის წყაროში გამგეობის წინ მესამე თუ მეოთხე სერია იქ ერთადერთი ადგილი სადაც გავიმაგრეთ მამა შვილს არ ეყავს სიტუაცია ეს არის 1-8 წლის ამბავი ხოთა იქ არის წინ დიდი ეკლესია არქიმანდრიტის და არ ვიცი აი კუძე შეიძლება სისხლით ეიყვანოს მანამდე კიდევ არასები იყო და ამ დროს გამოდის არქიმანდრიტი წინამძღვარი და ასე აქანო მანქანებიო გასო მანქანები უნდა მოვიდეს და თქვენ მანქანები გადაკეთეთო გზას მოუშლითო და ასე ვაჟდა შებრუნდა ερμილე როშოფრიდი ამ იმაში მაგრამ უზნელი არა ვარ რის მამაო და რის ბებიო რო ალტეხე
სამგლე გოჭირით ტკივილი შენ ნორმალური თუ ხარ გას დედაუქის რა ღვთის საუბროში შე ნუ ამინდა ახლა ჩვენ აქამდე ფულის გასაკეთებლად კი არ ვართ ჩამოსული ქართულ მიწას 3500 ჰექტარ ქართულ მიწას სამისობელი შევკარო შევიჯე თავი აიმენი ვიყვირე ვიცილე თანაც ახლა დიდი გულის გამოითო შვილო ჩემო დაგლოცა გული დასული თქვენთანავა ნაი დამლოცა მეუთხარი გამოდი დამიდექი გველჩიკო თვითონ არ გამოვიდა მაგრამ დედი და დიაკონი მართლა გამოგვაყო დიდი ჯულის კანონი რო საუბრები უბრალოდ მაცხოვრის სიტყვები რასაც უთქვია რაც სოფლიო საეკლესიო კრებაში წერია რაც რუსეთის კრებაში რაც ისტორიაში ამ დროს ვარ ვერ გაუბნებია ახლა არ შეიძლება ღმერთმა ეს თქვა შენ სხვა თქვა რუსეთის კრება მედგინძანო შენ სხვა თქვა მოგდაკაცო თაჭაშელი და რუსელი ბრძოლის ველზე რაზე ქართული მიწების გამო ხო შენ ამ დროს არ კონტრიალობენ ვარ ეს ნუ საჭიროა ეს ყველაფერი საჭიროა თქვა რა მაგრამ თუ შემოხდა ხალხი თუ შეიძლება 200-300 კაცი საკმარისია ვინც კიდევ ერკვა მე შესვლა საპატრიარქოში დაждობა ნებისმიერთა შიო არის არა ხოიცი უჩვიდესი სიტყვები რა მაგი პირად აი შეხედე ნახე ყოველმა ადამიანმა მისი დაწერილია ყოველმა ადამიანმა თავისი ცხოვრებით ხატი უნდა შექმნასო ეს ხატი ასე ეს ახალგაზრდობაში დაწერა ეს ხატი ასე უნდა გამოიყურებოდეს სწრაფვა ღმერთისკენ და სწრაფვა ადამიანისკენო ბედნიერია ის ვის თავისი ცხოვრებით განამარტო ატარებს ამ ხატსო არანო ქმნის კიდეც მასო ასეთი ადამიანი თვითონაც ცხონდება და გარშემოყოფსაც აცხონებსო სად არის ამ დროს მაგალითი შექმნას იმეძებსო საპატრიარქოში ვინმე ამ ხატს სწრაფვას მერტისკენ და სწრაფვას ადამიანისკენ ატარებს ამ გვიხსნან თუ შეიძლება მე ჩვენ ძმასთან მეგობარს ჯაღმაიძეს მაგი ამოხეული ქონდა სასწავლებელში ამ დიდ მოწამე იმას რა ქვია ანდრიას უკართა მაპატიოს მერთმა ალა მოგწონებმა არის შედა ბატალიები გვაქვს ამ სულიერებაზე იმაში გადავხტარი და ერთი-ორი როგორი შეხვედრა ჩაუშალეთ და მე სათოდან სუმაგდებდნენ გარეთ და ჩვენ რომ მივედით გასულ შალვა ჩვენ როდესაც გამოაცხადა რომ ჯაღმაიძემ გამოაცხადა დავით გარეჯიო ახლა დიდიაო დავით გარეჯიო და ერთუბანიო აღგომის ტაძარიო ჩიჩხიტურის ციხეო და უდაბნოს მონასტერიო ესო დიდი ხანიაო აზერბაიჯანის მხარეზეაო პროსტაო ახლა ჩვენო იმაზე არც მიდისო ლაპარაკი ამაზე რომ მივედით ძაღლმა არ გამოგხედა გარეთ საპატრიარქო და ეს მოდიდე დაცირებული ისინი რა ქვია ზომბირებული ფარისევლები გურამ ფალავანდიშვილის დამადობით რომ ენებს იჭრიდნენ იმაზე რა ქვია სარწმუნოებას და იმაზე დღეს იძახიან ჩვენ რო გვაბრალებდნენ იმას რა ქვია რა ვიცი ჟანდაბა რა სატანა ლაპარაკი ხულიგნები ვიღავ მოიძესო როგორ გაცენო ანარიუგიო რა დღეს ჩააგდესო და კაიქნა ურვარ შეხტო და დღეს ეგერა მის გამოქლებულ შვილთან ერთად კუდ დახურული და ორობიზოლთვის საფრთხეს მე ვერ ხედავ საქართველოში ეგ მილაპარაკი ვერ დახავენ მაგათი რას მაგათი ფულშია მომისმინე სხვა რაღაცა გითხრა კაროჩი აი შვილებს ბიძავარ ორჯერ მომიწია მე დავით გარეჯი ასლა ერთხელ ძლის რო ამიტანეს მაშინ ესეთი პატრიოტ ალიასთან ერთად ავედი ამათ გავყევი და ტევე პირველი კი აზეტე პირველი თავარი ტელევიზიას მაშინ ახლა რუსული მე ქართულზე კარგად ნაკლებად არ ვიცოდი იქ რო ავედი ეს მოდის სკრიფში და ეს გახარებული ვარ რომ ავედი ბოლოში არა კი არ ავედი კაცო ამიტანა 4 მაგაცმა მგონია და ჩამოტანით 8 კაც მოვყავდი 2 სვანს რა ვიცი ბაწრები ჩამოვყავდი სპილოები ადიფალბარო ისე ჩამოვყავდით მე საწოდავი და ხოდა კაროჩი და იქ რო ავედი აზეტე ტელევიზია ეკითხება სკრიფში ხალხი მოგცემთ ინტერვიუს ახლა ხალხი არაძებს და მე მაგარი ადგილი კმელის ხერა მე მაგლა ავწივი შვილებს ასეთი რამეა და მე დამტრეული კრემით უთხარი და რუსულით რომ მე მოგცემთ რა ამხედა ფიქრე ახლა ამის ჟუტურის ტაიმი მაგრამ კაია ეს გაუნათლებელი და კაიო რაც არის ეს არისო და
Короче, родавდექიდან ნუ ახლა სულთან საუბრობ, რუსული სულთან ვიცოდი ყოველ შემთხვევაში და რო დავიწყე გოუკვირდა და მე ერთი მომენტია, ბევრი რამე უთხარი, ერთი რამე შევეკითხე. ბიჭო 1614 წელს ისტორიული ფაქტია, მე უთხარი მომისმინეთ კარგად ახლა, თანაც აზეტი პირველია, მთელი აზერბაიჯანი უყურებს. 1614 წელს ისტორიული ფაქტია, მე უთხარი. რომ შაჰაბაზი რო შემოესია გადაწყვიტა გარა კახეთში ნადირობა და რო ნადირობდა ღამე დაინახა ცეცხლის წრივი მე უთხარი ასე იყო იკითხა რა არის და უთხრეს რომ ქრისტიანი მღვდლები აღდგომის წკინვარი დღესასწაულს იმას რა ქვია აღნიშნავენ ну შემდეგ რაც იყო ჯერ არსენი წინამძღვარი შემდეგ დანარჩენი ну გასაგებია შემდეგ ორი მორჩილი და ამიხსენი თქვა შეკითხვა მაქვს თქვა კაცო 6000 გარეჯენი ბერი თქვა შაჰაბაზმა სიკვდილით სადაშაჯა მუსულმანური აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თუ ქრისტიანული საქართველოს ტერიტორიაზე თქვა დაფიქრი რასაც ვიდახ ბიჭო აზერბაიჯანის მუსულმანურის ვინ აღნიშნიებდა ბიჭო გავიდგარეჯენებს აღდგომის წკინვალე დღესასწაულს დაფიქრი რასაც გეუბნები გულყვი ეს რა მითხრაო და დარეკა ერთმა 3-4-მა პატრიოტ ალიაში ესო და ბოდიში მოიხადეს ბაქოდან კულტურულმა ოჯახებმა გაიგე რასაც ვიძახი არის იქ წესიერი ხალხი ყველგან მასე კი აღარ მიფიქრია ამათ ლოგიკა ზოგიერთი ხდება ჯარმაიძე ვერ მიხდება ლოგიკა ფული სხვა რამეშია გადახდილი სხვა რამის გამოვა შექმნილი მე ბიჭო ებინე რა მითხრი მან ბოლოს რო ვიყავით ახლა მანამდე ხო კინოჭივილი მაგრამ იმაზე რო იყო საუბარი რომ ესე იგი რამდენი ესე იგი მართლმადიდებლური საეკლესიო ის უნდა იყოს ეკლესია იმდენი უნდა იყოს თუ მეჩეთი სინაგოგა და ბუდხა ამაზე იყო რაც ბოლოს კინოჭივილი ამას ითხოვდნენ ჯაგმაიძე თავს უხლებდა ყველა ერთი შეკითხვა დავსი ხელაწევით რა როგორ კაცო და სახელეთ თქვა მანამდე შენ დაესხი თავს ხო შენ დაგესხე მივხვდი აქ ცუდადაა საქმე ოკეანეში ვარ და LGBT სასწავლში და ერთი შეკითხვა დავსვი სოფლიოში თქვა ბოდიში თუ შეიძლება შეგეკითხებდა დაასახელეთ ერთი სახელმწიფო თქვა სადაც დომინანტი რელიგია იყოს ან ისლამი ან ბუდიზმი ახლა იუდეიზმი მარტო და მსგავსი კანონპროექტი ვინმეს თვისში მოვიდესო ბიჭო ალიელმა ახლა ხო სულთანია ხომქარია ფაქტიურად აზერბაიჯანი იმან რომ გამოვიდეს და თქვა რომ რამდენი მეჩეთია იმდენი მინდა რომ ისა ქვია სინაგოგა და ქრისტიანული ეკლესია ვაშენო ბაქოშიო საღამომდე არაცოცხლებენ ალიევს ბიჭო ბოდიში ამანუშო რომ გაგიშნაო აპატიოს აუდიტორიამ ყველა მაგრამ მინდა პირდაპირ კუჩური ჟარგონით გაქცე პასუხი ყვერებით ჩამოგიდებენ ალიევს და მის სასწავლს აბა ასულამე ბიჭო და ამის გულიზა და როეცენ საპატრიარქოც ასეთ აზრზია და წამოხდა ჯაგმაიძე და ხوار ვაცალე რაში მაინტერესებს დიდი ჯულის კანონი გვეუბნება ამას გახსოვს ერმინე მე ხوارაფერი არ მithქვია რამაც აგლივით გამახდეს ბიჭო გარეთ ახლა ვისრათ უნდოდა ვისრათ უნდა ჩემი გასვლისას გახსოვს ეს ყველაფერი კაი რა მნიშვნელობა გაიგო კაცო თქვენო მოღალატეები არ ხართ თქვენო უპირდა სხვა ქვეყნის დანიშნული რეზიდენტები ხართ წრები ხართ თქვა ხო აბა რა უნდა მეთქვა ჩემო ერმილე კაი ჩემო ძამია თუ მოახერხებთ მაგას რომ აქცია და შევაღწიე ჩიგნით საბოლოოდ უნდა სხვა გზას მე ვერ ვხედავ ამ წუთას ერთადერთი ვარია მე არ ვიცი შეიძლება რა აი ყოველთვის ასე იყო ეს კახეთის სიმწრის გორის დროს ეკლესია ჩაუდგა წინ მაშინ სიმწრი მაშინ ეს ბაკმეონის დროსაც სასულიერო პირებით მაგრამ მე ვიტახი ნამდვილ სასულიერო ბოლო ხო უნდა მივხვდეთ კაცო ვარჩე საბოლოოდ დატოვებული კაროჩე იმიდა რა ქვია საპატრიარქო და გამჭირული ვარ თუ კიდო რაღაცა ბჟუტავს ხო უნდა ვიცოდეთ ამაზე ძიმე სიტუაცია აღარ იქნება იმაშია ლედი გამილტონში პატომო შემდეგო ნებილა პატომო ვითომ აღარ იქნება შემდეგ არაფერი დამთავრდება შეუმჩევადი პროცესი დამთავრდება ეს არაბული ქალაქები აქ დამთავრდა ქართველების ხალხავი
ამისთვის იყო საჭირო ამ ხნის მანძილზე უკნიდან განათლება ხალხის, რომ არ ქონოდათ სამშობლოს განცდა, რომ არ ქონოდათ პატრიოტიზმის განცდა, არ ქონოდათ სინდისის, ნამუსის, ტრადიციების, წინაპრების, მარტოს, ჭამა, ტრაკის ქნება და იგი რა ქვია, кайფი კლუბებში და სეკულარული სახელმწიფოა და ხმამიცხას გინდა იმას მიეცი და კონსტიტუცია თეოკრატია ყოველთვის სამეფო ხელისუფლება არსებობდა თეოკრატია არასოდეს არ ყოფილა მაგრამ ეკლესიას თავისი ადგილი ჰქონდა ერთადერთი ერის კიდევიძახი სულიერი სიწმინდის ნეობის სისმეტაკის დაცვა всё ეს იყო მაგის ეს იყო თავიდან ბოლომდე თუ გაუჭირდებოდა ქვეყანა იარაღით ხელისუფლებას იცავდნენ ქვეყანას ქრისტეს ჯულს კი ბატონო ბოდიში და ცოტა აღარ შემიძლია რაღაცა და თუ იქ კაი დაგემშვიდობები შემოძამია და დავემშვიდობები შენ აუდიტორიას მე ვიცი შენ ბევრი ღირსეული ადამიანი გიყურებს მართლა დედა სამშობლო მაგას განსაცდელში არასოდეს არ ყოფილა მე აგერ ერმილე ისტორიასაც ძალიან კარგად იცნობს სხვადასხვა კიდევ ერთხელ ვიძახი მე დავით თარხალ მოურას ძალიან ნათქვამი მაქვს ახლოს ვიცნობ რა გვილაპარაკია საათობით მაგას ტკივა ამ წუთას რაც ხდება მე 10%-იანი გეუბნები მაგრამ ახლა მაინც ასე საპატრიარქოზე ასე პირდაპირ და მე უფრო თავისუფალი წმინისა თანაც ახლა ქართული სულის აღორძინების თავმჯდომარეც ვარ ამ არასამთავრობოში ერთ-ერთი და პირდაპირ სახალხო ტრიბუნების მე ეს ისედაც ერთი შვიდერვა შესული და თუ შევასწიე ხო ყოველ შემთხვევაში საქმეს ვეთქვი და ამისათვის მარტო რომ მივიდე სიცინის მოვხდებიან და თუ შევიკრიბებით 200-300 კაცი ხო არ ვიძახი 200,000 კაცი ჩვენ შეიძლება მე არ გამოვრიცხავ რომ შეიძლება მოხდეს იქ რაღაცა იმიტომ მე არ ამგონია საპატრიარქოში ყველას ფეხებზე ეკიდოს ეს რაც ხდება ძნელია შალვა და რატო გეტყვი მარტივად გეტყვი ვინ საპატრიარქოს მტრობს ჩვენ მტრები არ გვინდა ჩვენ გვინდა ქრისტიანი ადამიანები ვისაც ღმერთი წავს ვინ საპატრიარქოს გასაკვირველია ერმილე მე შენ ერთი რაღაცა გითხარი მაშინ თუ გახსოვს როდესაც საპატრიარქოში ვიყავი ერთი და იგივე ქმედება არის ხალხის კატეგორია რომელიც საპატრიარქოს წინააღმდეგ ისეთ ძალებს ადლებს კაროჩე ინტერვიუს და ისეთ ძალებს უხდის რაღაცებს რაც მიუღებელია და გეტყვი რატო ერთი და იგივე ქმედებას იმის მიხედვით თუ რა ვითარებაში ვისგან და რა დროს არის გაკეთებული შეიძლება ვაფშე ერთმანეთისგან კარდინალური განსხვავებული შედეგი ქონდეს მომენტი ერთი პიროვნება მეორე პიროვნებას ჭრელი იარაღით აყენებს ჭრილობას პირველი დოსტაკარის ხელშია სამედიცინო ლანცეტი არის კეთილმოწყობილ საოპერაციოში და აყენებს ჭრილობას პაციენტს რომელიც საოპერაციო სკამზე იმაში მაგიდაზია და ამით დიდი ალბათობით ის მას სიცოცხლეს უნარჩუნებს მეორე ვარიანტი ეს არის მოძალადის ხელში ჭრელი საგანი აყენებს სხვებს ეს ამ დროს მას დიდი ალბათობით სიცოცხლეს უსპობს ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და თავისი ვითარება აქვს გაიგერასაც ვიდახი და ნუ როგორ გითხრა აი მე მაგალითად მაინც რაღაცა იმედი მაქვს რომ შიგნით შეიძლება ისეთი ძალების ნახვა ისეთი წესიერი მამაობების ნახვა ახლა შალამბერიძე მამათა უწესიერესი კაცი გიორგი მაგრამ უბრალოდ ძალიან ბევრია თანაც იმპაქტი რამე აკეთია არიან რომლებსაც გულით კივა და ასეთი დამეზე შეიძლება რომ ჩავიდეთ მაგალითად ადგეს და ბოლო წამოსვლა რო იყოს სამოვიდეს ტყიბული და თერჯოლის მიტროპოლიტზე საუბარი მე ყოველ შემთხვევაში ასეთად ვიცნობდი შალვა მე ერთ რაღაცი თქვა მინდა ეხლა შემიძლია რაშია საქმე იცი აქ არის რა საზოგადოება ახლა იგესტოდებული საზოგადოება აგერ ეს ოროველასნაირი ყვერჩიტები და ეგენი ბოდიში ამ სიტყვაზე რაშია საქმე იცი არის პირდაპირ ჩამოყალიბებული კლასტერი
სარწმუნოების აქ საპატრიარქოს წრეები კი არ არიან, ქრისტეს მართლმადიდებლობის წრეები არიან და ძალიან ბლომად არიან ხალხი. მაიგითხარ ახლა მაგის მაგალითისთვის რომელიც ყველა მიზეზს ნახულობს და იყენებს საპატრიარქოს სინამდვილეში ქრისტიანობას ებრძვია მაგით ქრისტიანული წმენდის წინააღმდეგ ეს ბიონაგავი ჩვენ არ გვჭირდება არის ეს ვარესია ეს ჩემთვის რა არის მეორე კატეგორია ხალხი რომელსაც რო კითხო ამის და ტამპლიერებად არიან გადაქცეული ფანატიზმში მე ამას ვიზა მაგრამ რაღაცა ისე მიკვირს მე მაგ ხალხიდან პატრიარქის ლანძღველის და ერწყმენის შეურაცხყოფელი ჯერ არავინ არ ვინახია გასწორებული ისე როგორც გასასწორებელი არის ამიტომ ჩემი მამაო რასაც მეტყვის და მისი მამაო იმას არ ეტყვის რომ იგანე მივიდეს 99% ჩვენ გვჭირდება ნორმალურად მოაზროვნე ნამდვილად მორწმუნე ადამიანი რომელსაც სამშობლო უყვარს ღმერთი წამს სასიკეთო ცვლილებებისკენ და იცის რომ მიწაზე და სამშობლოზე არა სამშობლოზე მაღლა არც ერთი ადამიანი არ დგას არც პატრიარქი არც საპატრიარქო ბიჭო სამშობლო და უფალი არის ერთი ვინც გამოვა და იტყვის მეღუპება სამშობლო და სადახარ სულიერო მამებო რატომ ხართ დუმილში აი ეს ერთამა და მე უბრალოდ არიციან აუ მიტროპოლიტი შეხედე აი რუისუბლისის კრება რაზია როგორ ამისათვის შეიკრიბავ დავფიქრეთ რაზია საუბარი და კიდევ მეორე მივხვდებით რაზია ამისათვის შეიკრიბა ქრისტეს მოყვარე ეპისკოპოსთან ღვთისმოყვარე ეპისკოპოსთან პატიოსთან მღვდელთა ღირს დიაკონთა ქრისტეს მოყვარე მონაზონთა დაყუდნებულთა და მეუდაბნოებთა კრება ორ ერთმანეთის ახლოს საერისთავოში რუსულ დაყუდნებული და მეუდაბნოები ხო ხდები რაც ნიშნავს თვეობით რომ დუმარებაში წლეობით აწეულობებით დუმარებაში განმარტოებაში то есть განდეგილობაში და მარხულობაში რო ცხოვრობდნენ ნუ ეს უკვე სხვა ხალხი იყო და შეხედე ესენი რაც წერენ და იქვე ჭორდიდელი იოანე მეექვსე საფარელი პატრიარქი ახლა მაგის დახასიათება კიდევ სხვა არის ამავე დროს ჩვენგანო უფლის მონობის ღირს ქმნილი უღირსი მონებისგანო ესე იგი უფლის მონები ხო ქვია მაგრამ იმის ღირსიც არა ვარქო ხტები რაზია საუბარი ბრა ეს ხალხი ძმაო ეს ხალხი როიზე დაიწყებენ ლაპარაკს უიმე ამას არ არსებობს ყველა არის უფლის მონა არა მაგას ძალიან მნიშვნელობა და ამი ყველა თუ მამაო გეუბნება იმას რაც ჯულისკანოში წერია ეს არის ის რაც უნდა გითხრა თუ იმას გეუბნება რა ჯულისკანოში საპირისპირო წერია მაგის შენი მამაო კი არა სატანას მოციქულია გენაცვალ კაი ედიო მაი მაგაზე აღა შეთვის კაი გაიხარე აი ჩემო და კარგად ალბათ და მეც დასასრულისკენ გამოსამშვიდობელ დავაი შალვა მშვიდობა